საღამოშტობის მოგესალმებით ტელეკომპანია კავკასიის პირდაპირ ეთერშია ცხელი ხაზი სტუდიაში დღეს დაჩი გრძელიშვილი, ნინო რობაქიძე და ალექსანდრე ელისაშვილი. საღამომშვიდობის. შენს გეტყვი ნათიას წვეუნები ხოლმე ნინო პირველი დაჩი იმიტომ წარვადგინე რომ შორს ზის და ამიტომ თორე პირველი გოგო რომ უნდა წარვადგინო ეს კი ვიცი. ეს გაცნობიერებული აქვს. ტერიტორიულ გეოგრაფიული მიზეზებიდან გამომდინარე ვამბობ ახლა ამ ამბავს. კარგი, დღევანდელ გადაცემაში სტუდენტურ დებატს შემოგთავაზებთ, ეს ოდნავ მოგვიანებით იქნება. ვის ჭირდება სტუდენტური დასაქმების პროგრამა და რა მიზნებს ემსახურება ის, რამდენი სტუდენტი ისარგებლებს ამ პროგრამით და როგორ შეირჩევიან მონაწილეები, რა როლი აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას სახელმწიფო პროგრამების განხორციელებაში და ვის ინტერესებს იცავენ ხოლმე ხშირად სტუდენტური თვითმმართველობები. ჩვენ ეს გადაცემა დაგეგმილი გქონდა, როდესაც გარკვეული ინციდენტიც მოხდა. ნამდვილად ჩვენ დღევანდელი გადაცემა დავგეგმეთ სწორედ იმიტომ, რომ ძალიან აქტუალური თემა გახდება 20 მარტიდან იწყება სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც განათლების სამინისტრო კურირებს ამ პროგრამას. სწორედ ამაზე საუბარი გვინდოდა, ძირითადი აქცენტი გვინდოდა, რომ სწორედ ამ პროგრამაზე გაგვეკეთებინა, იმაზე თუ სტუდენტების რა ჯგუფი არის ჩართული ამ პროგრამაში და რამდენად მათზე არის გათვლილი ეს პროგრამა. თუმცა დღეს მოხდა ძალიან ისეთ საინტერესო ამბავი, რაზეც დეტალურად ვისაუბრებთ ცოტა ხანში. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ დღეს გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები. გვექნება ერთგვარი სტუდენტური დებატი. ერთი მხრივ თსეუს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი ბატონი დაჩი გუბაძე და ლევან ლორთქიფანიძე, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. დღეს იქნებიან ჩვენი სტუმრები და ისაუბრებენ ამ სტუდენტურ პრობლემებზე. მანამდე კი შეგახსენებთ, რომ დღეს გვაქვს ინტერაქტივი, რომელშიც უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა ამ დროისთვის. Facebook-ზე ცხელი ხაზის გვერდზე და სატელევიზიო საშუალებით, ტელევიზორის საშუალებით შემოგთავაზეთ ინტერაქტივის კითხვა. თქვენი აზრით არიან თუ არა საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან. ამ დროისთვის Facebook-ზე ცხელი ხაზის გვერდზე ამ კითხვაზე უპასუხა 1000-ზე მეტმა ადამიანმა, 1200-მდე. დიახ, პასუხობს 636 ადამიანი, არა პასუხობს 598 ადამიანი და 30 ადამიანს უჭირს პასუხის გაცემა. ძალიან ბევრი კომენტარი მივიღეთ, როგორც ჩანს ეს თემა ძალიან აქტუალურია, განსაკუთრებით დღევანდელი მოვლენების შემდეგ. აქტუალურად და როგორც ჩანს, როგორც აი გამოკითხვიდანაც ირკვევა, დაინტერესებული მხარეები იქითაც და აქეთაც მრავლად არიან, ჩემო ნინო. და ზოგადად ისე რა თვითმმართველობასთან დაკავშირებით პრინციპში კამათი და სკანდალები აქამდეც ყოფილა, მაგრამ ის რაც ეხლა ხანს მოხდა, დღეს მოხდა, ფიქრობ, რომ საკმაოდ სერიოზული ამბავი, რამდენადაც საუბარია სერიოზულ ფიზიკურ ანგარიშწორებაზე. შეგახსენებთ, რომ ზვიად მამფორია ერთ-ერთი მსხვერპლი, თუ შეიძლება ესე თქვა, ამ თავდასხმისა მოხდა ღვთისმშობლის კლინიკაში თავის გატეხილი თავით და დაზიანებული ხერხემლით. როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მათ დაეწინენ უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ძალით შეიყვანეს აუდიტორიაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკმაოდ მკაცრ ფიზიკურ გასწორებას ჰქონია ადგილი. ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტ-გაზეთის ვიდეო მასალა ვნახოთ მომხდართან დაკავშირებით და შემდეგ უკვე დეტალურად განვიხილოთ უფრო ეს ამბავი. მე არ ვარ აქტიური ნამდვილად სტუდენტი და დღეს მოვდიოდით რაც მეგობარს შევხვდი და მოვდიოდით მე კიდე სამი მეგობარი. ერთ-ერთი რომელმაც ეს ბლოგი შექმნა და მოვიდნენ ესე თქვა სტუდენტები გაესწენ თორნიკეს, შენ რა ქვიაო, თორნიკე რაღაც წამოდი ვილაპარაკოთ რა. თორნიკე მოთხოვ, აქ ვილაპარაკოთ, პრობლემა ხო არ არის აქ ვილაპარაკოთ. არაო, ცოტა ხუდოდ ვილაპარაკოთ რა. თორნიკე ოცა შეეწინებოდა და ჩვენ ცოტა შევეწინებოდით ხელს ვკიდებდით და ხელი გავაშვებინით. მე და ეს ჩემი მეგობარი, გიორგი კობალეიშვილი ეს თქვა ხელკავი გაგვიყვანეს, აქამდე მოგვიყვანეს, მე შვიდად წაგვიყვანეს, ჩაგვიყვანეს. ასე ვთქვათ იმაში, თვითმმართველობის შენობაში. ის ხომა იყო თუ რაღაც ოთახში რომ შეგოგომა გავიდეთო იკითხეს. თქო შეთანხმებული იყო ყველაფერი. გამოვიდნენ დარჩენ ბიჭები, 1-15-20 ბიჭი იყო და ეს უკვე შეგვიდნენ. რეკა ახურია ერთ-ერთი თვითმმართველობის ცენტრალური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი და ერთ-ერთი არის იურიდიულ ფაკულტეტის თვითმმართველობის დათო ხეჩიკაშვილი. რამდენიმე კიდევ ვიცი შემოიტანა რომ ამათ მაგაც მოვიდა რეკა პატრულშიო და ერთი შემოვიდა და მეუბნება. ამას რა ქვია, ამ საქციელს ბოზობა არ ქვიაო. მეთქი რა უბრალოდ იურისტები ვარ და მაშინ ესეც ბოზობა ჩავთვალოთ მეთქი რა. და მაგასთან ცოტა ისე იყავი ბიჭო რა.
და რაღაც არ მახსოვს პირველი ხელი ეს გამარტყეს რა ეს ტვიტზე და ამაზე წავიდა ჭუბი, კაცო გამოწვა და ამაგდეს და დამეფარა თავზე იყო თმევები ცხვირში, რო იცოდეთო თვითმმართველობასო, შენ და შენიც მაგაცებს ეს ვერ მოჭამთო რა. ზე წავიდა ამჟელობა ჩვენ გავეშვით თუ არა, მე გადაწყობ გავეშვით დამაბანინეს ცხვირი. გამოვიდით უკვე ყველა გაფანტული იყო და პატრული მოვიდა იმ დროს რა. თვითმმართველობის წარმომადგენელი ხართ? ის რაც მოხდა, ნამდვილად მოხდა თუ არა და იღებენ თუ არა მონაწილეობა თვითმმართველობის ჩვენ ნახეთ ახლა ნეტგაზეთის ვიდეო მასალა, სადაც დღევანდელი ინციდენტის შესახებ იყო მოთხრობილი. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი და ამაზე კიდევ შევთავაზებთ ჩვენს მაყურებელს ინფორმაციას, თუმცა მე აუცილებლად მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ ჩვენ გამოკითხვა, როდესაც დავდეთ Facebook-ზე, პირველ 1 საათში, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, მონაცემები იყო ძალიან განსხვავებული. 105 პასუხი იყო დაფიქსირებული პასუხზე არა და მხოლოდ 4 პასუხი იყო დაფიქსირებული პასუხზე დიახ. მას შემდეგ დრამატულად შეიცვალა ვითარება. 636 ადამიანი ამბობს, რომ საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალნი არიან პოლიტიკური გავლენისგან და არა პასუხობს 598 ადამიანი. დიდი მობილიზაციაა გამოცხადებული. ამაზე კომენტარებში არის ძალიან დეტალურად, ძალიან ბევრი ადამიანი წერს, რომ ამუშავდნენ, ეს ერთი კომენტარი არ არის, ოღონდ ძალიან ბევრი არის და ამიტომ მე მგონი მნიშვნელოვანია რომ აღვნიშნოთ. ჩვენ კიდევ უნდა შევთავაზოთ ბევრი სიუჟეტი მაყურებელს, ამიტომ იქნება მაყურებლის ზარები შემოუშვათ ეთერში თუ არის საშუალება რამდენიმე მაყურებელს მოусმინოთ. გისმენთ ეთერში ხართ თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად თავისუფალია თვითმმართველობა პოლიტიკური გავლენებისგან? გისმენთ ეთერში ხართ? ეთერში ხართ გისმენთ? გისმენთ შემოვა. კარგი, სანამ მაყურებელი შემოვა ეთერში, წავიკითხავ ერთ-ერთ კომენტარს. დღეს სტუდენტური თვითმმართველობები არა თუ არ არიან თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან, არამედ ერთი კონკრეტული პოლიტიკური ფრთის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იდეური გამტარები არიან. დღეს თსეუს თვითმმართველობა ისევ გაუსწორდა სტუდენტებს ფიზიკურად საკუთარ კაბინეტში. ნება იბოძოს დაჩი გუბაძემ და იმის ნაცვლად, რომ სტუდენტების ბინძურ პროვოკაციად შერაცხოს, ეს ფაქტი გამოვიდეს და მისთვის ჩვეული დემაგოგი ის პოზიდან. ამაზე დაჩის დაველაპარაკებით კონკრეტულად, რა თქმა უნდა, ის დღეს ჩვენი სტუმარი იქნება და ყველა კითხვას დიდი იმედი გვაქვს, რომ გაცემს პასუხს. თუმცა კიდევ ერთი რაც მინდა რომ ვთქვა, აუცილებლად ჩვენ აქ შერჩევით არ წავიკითხავთ კომენტარებს, ამიტომ იაქტიურეთ, მოგწერეთ Facebook-ზე, ცხელი ხაზის გვერდზე და ასევე დაგვირეკეთ სტუდიის ნომრებზე 2922 115 2922 116 არის ჩვენი სტუდიის ნომრები. იაქტიურეთ, მაგრამ კორექტულად გამოთქვით ძალიან თქოთ ჩვენს ეთერში სატელეფონო შემოსვლისას. დაზოგეთ თავი და ტელეფონი. ხო, და ასევე Facebook-შიც შეიძლება გამოთქვით თქვენი მოსაზრება აქტიურად, მაგრამ კორექტულად. ესე იგი, უნივერსიტეტში დღევანდელი ამბავი პირველი არ ყოფილა თვითმმართველობის წევრებსა და სტუდენტებს, დანარჩენ სტუდენტებს შორის ინციდენტი მანამდეც მომხდარა, ამის შესახებ კარგად გვახსოვს ჩვენ. სტუდია მონიტორმა ფილმიც გადაიღო ამასთან დაკავშირებით და მოდი ეს ძველი ინციდენტი გავიხსენოთ და რამდენიმე ფრაგმენტი ვნახოთ ამ ინციდენტის ამსახველი სტუდია მონიტორის არქივიდან. ბოლო დროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების სწავლის ხარისხს უჩივიან. განსაკუთრებით ის აწუხებთ, რომ ქართულ ენაზე ცოტა მასალა აქვს და ძირითადად ინგლისურენოვანი ქსეროასლების იმედად არიან. რაც მათი სწავლის ხარისხს და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის შეწუხებულ სტუდენტთა ნაწილი გაერთიანდა და საინიციატივო ჯგუფი შექმნა. ჯგუფს სახელად თარგმნე დაარქვა. თარგმნის მიმართ სოლიდარობა ფაკულტეტის 800-მდე სტუდენტმა ხელმოწერი დაადასტურა. პრეზენტაცია 15 აპრილს შედგა. მას ადმინისტრაციისა და თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ცენა არის ქართული, ხოლო აფხაზეთში აგრეთვე აფხაზური. ეს მიღებას გვაძლევს ვიგულისხმოთ, რომ უნივერსიტეტმა სტუდენტს ხარისხიანი ქართულენოვანი მასალა უნდა მიაწოდოს აუცილებლად. არ არის ქართული ის ლიტერატურა, რომელიც გავდივარ, მაგრამ საერთაშორისო გავგედროს ვიცევდა ხოლმე ჩვენი ფული შემოგროვებიდან მე მიგვეტანა ქართულობით ბიუროში, სადაც ისევ ჩვენი მეგობრები აუდიტორია ჯერ თვითმმართველობის გამკრიტიკებელმა გიორგი ჩინჩალაძემ დატოვა. 5 წუთში შეხვედრიდან თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი გივი ჭლიკაძე წავიდა. სანამ ახლოური სიტყვით გამოსვლას დაამთავრებდა, იქაურობა დატოვა სიტყვა ტაშფანდურის მთქმელმა ბექა გაბადაძემაც. კადრებში კარგად ჩანს, როგორ გადაულაპარაკა თვითმმართველობის კიდევ ერთმა ვიცე-პრეზიდენტმა, უჩა ჯღამაძემ თვითმმართველობის ყოფილ წევრს გაგი ოხანაშვილს, რომელიც გაბადაძეს გასვლისთანავე უკან გაყვა.
ტრიბუნაზე უკვე ლექტორები იდგნენ, როცა დავით ჩუბლაძეს ცხვირიდან სისხლის დიოდა და ადმინისტრაციის წარმომადგენელს მოუწოდებდა თვითმმართველობის ოთახში გაყოლოდა, სადაც თავის მეგობარს ცემდნენ. რა ხდება იქ? თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტმა გივი ჭლიკაძემ ღიად გამოხატა უკმაყოფილება იმის გამო, რომ შეხვედრაზე სტუდენტებმა თვითმმართველობის წარმომადგენელს სიტყვა შეაწყვეტინეს. ჩვენ თუ აქ სალაპარაკოთ მოვედით. ვირაპარაკს მოგვაზე უნდა ვირაპარაკოთ პოლემიკა არ გამართული. აქ სპექტაკლი როა დადგმული და ვითომ ერთი მხარე კარი პოლიციის მოთამაშო. ჩვენ არავინ არ გვისმენთ. გამოთქვით, გამოვიდით ამდენი ხვაური უნდა მოხდეს. ხვაური რატო? ამდენი ვირაპარაკ. თვითმმართველობის წევრებმა კამერის დამტვრევაც მოინდომეს. ეხლა თქვენ ნახეთ კადრები სტუდია მონიტორის ჟურნალისტური გამოძიებიდან, რომელიც სწორედ თვითმმართველობის პრობლემებს ეხებოდა და აქ კიდევ ერთი ჩხუბის კადრები იყო, რომელიც მოხდა ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ზოგადად ესეც მე მგონი ძალიან სერიოზული პრობლემა არის უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, როცა ესეთი რაღაც არაერთხელ ხდება უნივერსიტეტის შენობაში. ამჯერადაც საუბარია იმაზე, რომ დღევანდელი ინციდენტი სწორედ უნივერსიტეტის შენობაში მოხდა. სამწუხაროდ თურმე იქ არ არის დამონტაჟებული ვიდეო კამერები. თუმცა უნივერსიტეტის რექტორმა ბატონმა სანდრო კვიტაშვილმა განაცხადა, რომ თვითონ პირადად დაინტერესდება, რომ ეს საკითხი იყოს დეტალურად გამოძიებული და ვთქვათ ბოლომდე მიიყვანოს გამოძიება. კი, არა, ეს net gazette-ზეც ანუ კომენტარიც გააკეთა, თუმცა კომენტარი პრესკონფერენცია უნდა მოეწოია და განგაში უნდა აეტეხა, რომ ეს არის მისი პასუხისმგებლობის საკითხი პირადად მე როკაც მაგრამ მკითხავს. უნივერსიტეტში რა ხდება, რა უბედურებაა ეს, რა ხდება ისა? უნივერსიტეტში უნაყავენ ცხვირპირს თან თვითმმართველობის წევრები სტუდენტებს? ხო, ჩხუბი ხა ყოველთვის ყოფილა, მაგრამ თვითმმართველობის წევრები თუ უნივერსიტეტი მაქვს, მაგრამ ხა ჩხუბი ჯერ აუდიტორიაში ჩხუბი არ მახსოვს ეგეთი რამე, ალკო ეგ. ხო, არა, ეგეთი რამე. რაღაც სხვა რაღაცა არის, მაგას ვერ ვიხსენ. ბაღში, იმაში კი ჩხუბიც ყოფილა, ისიც, მაგრამ ამ თემატიკაზე ჩხუბი ადვილად არ მახსოვს ჩემს. ესე იგი 2922 115 2922 116 არის ჩვენი სტუდიის ნომრები. რადგანაც დრო ცოტა შეზღუდული გვაქვს, სტუმრებიც ყავს და ალბათ მათ ყველაზე მეტი დრო უნდა დაუთმოთ, ამიტომ მიაქტიურეთ გადაცემის პირველ ნაწილში, რომ შევძლოთ თქვენი მოსაზრების ეთერში გაყვანა. მანამდე ანასტასია აშბას კომენტარს წავიკითხავ. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დღეს უნივერსიტეტის თვითმმართველობები არიან ხელისუფლების დანამატი და საკუთარი ქმედებებით, პოზიციებით არც მალავენ ამას. პლუს თვითმმართველობის თავმჯდომარეები მათგან განსხვავებულად მოაზროვნე აქტიურ კრიტიკულად განწყობილ ოპოზიციონერ სტუდენტებზეც კი შინაგან საქმეთა სამინისტროს აწვდიან ინფორმაციას. ეს რეალობაა, ისინი მხოლოდ სტუდენტები და მხოლოდ თვითმმართველობის თავმჯდომარეები და წევრები არ არიანო. აი ესეთი კომენტარი მოგწერეს. ძალიან ბევრი კომენტარი არის Facebook-ზე. ყველას წაკითხვას ალბათ ვერ მოვასწრებთ. თან იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ხმას აძლევს. 675 პასუხი დიახ, 642 პასუხი არა და 32 ადამიანს უჭირს პასუხის გაცემა ჩვენ. დიდი შერკინება მიდის Facebook-ში. ნამდვილად მე მგონი მართლა ისეთი თემა არის, რაც დღევანდელმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ გააქტიურა, თუმცა ამ თემას აქტიურობა არ დაუკარგავს ბოლო დროის განმავლობაში. მოდით ვცადოთ მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი. გისმენთ ეთერში ხართ? ეთერში ხართ, გისმენთ? გვითხარით თქვენი მოსაზრება უნივერსიტეტის თვითმმართველობებთან დაკავშირებით. გისმენთ? ეს რაღაც ტელეფონებთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ეთერში ზარის შემოყვანას, რაც ძალიან სამწუხაროა, თუმცა წავიკითხოთ მაშინ Facebook-იდან კომენტარები, რომ ჩვენი მაყურებლის მოსაზრებები, ესე იგი, დაფიქსირდეს. მერი ჯობავა წერს, რომ არა ვუპასუხეო და მე მაინც მჯერა, რომ ჩემი არას გამო არ გამლახავენო. ლაშა ქავთარაძე წერს, რომ რიტორიკული შეკითხვა არისო. მამუკა ბუბუტეიშვილი წერს, უკვე დაუწყიათ მუშაობა 15 წუთის წინ დაახლოებით და აი ეს მომწონს ყველას ძალიან. ვინმე ჩამიჩუმი წერს. არ მოგწონხართ და გვირტყით რამდენიც გინდათ. ნიკუშა მარქსი წერს, ამუშავდა თვითმმართველობის ჯიჰადი. რა თქმა უნდა, მე ვკითხავთო, რამდენჯერმე იყო თხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ რომ
Facebook-ზეო თვითმმართველობამ თავის გვერდზეო რატო დაბლოკაო განსხვავებული აზრები, დღეს მოსაზრებები და კომენტარებსო, რომელიც ინციდენტთან დაკავშირებით წერდნენ. ეს ვკითხავთ, ეს თუმას ვკითხავთ ხო რა ამდენად. თქმა უნდა, თუმცა მაყურებელს შევახსენოთ, რას მოჰყვა დღევანდელი ინციდენტი. ერთ-ერთი სტუდენტი, რომელიც ამ ინციდენტის მსხვერპლი არის ჯერჯერობით, რა ინფორმაციაც გვაქვს ამ ინფორმაციით, არის სტუდენტური ბლოგის ავტორი Facebook-ზე. შეგიძლიათ ქართულად აკრიფოთ სტუდენტური ბლოგი და ნახავთ მის ბლოგს, სადაც მან გაუზიარა მომხმარებლებს, ამ ბლოგის მომხმარებლებს, რამდენიმე ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი იყო უშუალოდ უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის დაჩი გუბაძის მიმოწერა ერთ-ერთ ადამიანთან და აი ესეთი პირადი მიმოწერების ომი მიდის, ესე ვთქვათ. და დღეს დაიდო კიდევ ერთ-ერთი მიმოწერა, სადაც უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა პასუხობდა ამ ადამიანებს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგადად, რამდენად მისაღები ფორმა არის, ვთქვათ, უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის, განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტებს შორის ურთიერთობის ესეთი ფორმა და რატო დაიძაბა, ვთქვათ, ეს ურთიერთობა. ძალიან მარტივი პასუხი აქვს ამ კითხვასო, ჩვენ კითხვაზე გვწერს სალომე ჩარკვიანი, იხილეთ პრეზიდენტთან შეხვედრის ვიდეო ჩანაწერიო. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, დღეს ჩვენი ერთი სტუმარი ლევან ლორსკიფანიძე სწორედ ამ შეხვედრაზეც კარგით, მანამდე მოდით ზარი გვაქვს ეთერში. გისმენთ ეთერში ხართ, თქვენ რას ფიქრობთ სტუდენტურ თვითმმართველობებთან დაკავშირებით და რამდენად თავისუფალი თვითმმართველობები? გისმენთ ეთერში ხართ? ისმის შემეხლა. გისმენთ? ალო. ისმის შემობატონო გისმენთ. ვისალმები თქვენს და ჩვენს წელმაყურებლებსაც. რაც შეეხება თვითმმართველობის გავლენის ქვეშ ყოფნაზე, ცხადია, რომ პოლიტიკური ძალების გავლენის ქვეშ არიან და პირდაპირ თქვათ პოლიტიკურ ძალებში შეიძლება ვთქვათ ოპოზიცია იგულისხმოს, მაგრამ სამთავრობო ძალების გავლენის ქვეშ რომ არიან, ეს ცხადია. სტუდენტობაზე საერთოდ და მით უმეტეს უნივერსიტეტზე გავლენა რომ ქონოდა, ამას ყველა მთავრობა ცდილობდა ყოველთვის ეს კონკავშირიდან მოყოლებული, გაგრძელებული დღემდე. ეს ერთი. მეორეც თვითონ პოლიტიკური სახელმწიფო მმართველობის და სახელმწიფო მმართველი პარტიის გავლენა თვითონ პარტიის მხრიდან რომც არ იყოს სამი ცდელობა დღევანდელ დღეს ჩემი აზრით. სტუდენტებში კარგი და ცუდი ყველგან არის და სტუდენტებმა ნახეს გარკვეულმა ნაწილმა რა თქმა უნდა მე საღადმოაზროვნე ნაწილზე არ ვსაუბრობ. არასაღადმოაზროვნე ნაწილმა შეხედა რომ დღევანდელ მთავრობაში პერსონები, მინისტრები, დეპუტატები და ბევრი უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ის პირები, რომლებიც სტუდენტობის დროს აქტიურობდნენ და მე შემდეგ სტუდენტის მერხიდან პირდაპირ მოხვდნენ მინისტრის სკამზე. და ამის სურვილი ბუნებრივია ბევრს გაუჩნდებოდა. და ამიტომ ისინი შეიძლება სულაც არ მქონდეს კონკრეტულ რომელიმე სტუდენტზე დაუშვათ ცდელობა მთავრობას ან პოლიტიკურ პარტიას რომაზე გავლენა მოახდინოს, მაგრამ თვითონ აქტიურობენ. მომავალი თანამდებობის მოლოდინში. არც ეს არ არის გამორიცხული. გამორიცხული კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ შემთხვევაში ესეც მოქმედებს. კარგით. ერთი, რა ვიცი, ჩემი აზრით რჩევა იქნებოდა იმ სტუდენტების, მათ თვითმმართველობაში არ არიან, როგორც ეს მთავრობა დღევანდელი ჩვენი მთავრობა, ისე მათი გავლენის ქვეშ ყოფილი სტუდენტური თვითმმართველობა ძალიან ბევრ რამეზე წამსვლელი იქნება იმისთვის, რომ თავისი გაიტანონ. კარგით, გასაგებია. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. ცოტნე გეგეჭკორის სიუჟეტში სწორედ ამაზე იქნება საუბარი, როგორ იყენებს თვითმმართველობები, ვთქვათ, გავლენებს და ვთქვათ, როგორ არის დაკავშირებული პოლიტიკური გავლენა და სტუდენტური თვითმმართველობა ერთმანეთთან. ამაზე ვისაუბრებთ, რა თქმა უნდა, თუმცა ინტერაქტივის შეკითხვა, სატელევიზიო ინტერაქტივის შედეგებიც ვთქვათ, 57.3% რომ თვლის დიახ, რომ არ არიან საუნივერსიტეტო თვითმმართველობები. უბრალოდ არიან საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისგან, არა პასუხობს 42.2% და 0.5%-ს შემოსული ზარების ავტორების უჭირს პასუხის გაცემა ჩვენს კითხვაზე. დაგვირეკეთ 29215 29216 არის ჩვენი სტუდიის ნომრები და დაგვიმესიჯეთ ასევე ნომერზე 2015 იმ შემთხვევაში თუ ვერ ახერხებთ თქვათ ინტერნეტით Facebook-ის ცხელხაზზე აქტიურობას. და მოდი სტუდენტურ დასაქმებაზე მქონდა გადაცემა დაგეგმილი და ისე დაემთხვა რომ მე ამ ჩვენს გადაცემას დაემთხვა დღევანდელი ინციდენტის და ეს თემა კიდევ უფრო ისეთი
ცხელი და აქტუალური გახდა და სიუჟეტი წარუდგინოთ. აუცილებლად ლევან ჟორჟოლიანის სიუჟეტში ნახავთ ლევან ჟორჟოლიანის სიუჟეტი შეეხება სწორედ იმ პროგრამას, რომლის გამოც გქონდა დღევანდელი გადაცემა დაგეგმილი. ეს არის სტუდენტური დასაქმების პროგრამა, რომელიც 20 მარტიდან იწყება, სრული ძალით ამოქმედდება, ესე ვთქვათ. ნახოთ, როგორ მიმდინარეობს და იგეგმება ეს პროგრამა, ვინ სარგებლობს ამ პროგრამით და რამდენად არიან დაინტერესებული სტუდენტები. ნახოთ ლევან ჟორჟოლიანის სიუჟეტი, შემდეგ დაგიბრუნდებით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პრეზიდენტის ინიციატივით სტუდენტთა საზაფხულო დასაქმების პროგრამას იწყებს. ერთვიან პროგრამაში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული ყველა უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის სტუდენტს შეუძლია. ახალი პროგრამის ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ერთვიან საზაფხულო პროგრამა ჯამში 25,000 სტუდენტს დაასაქმებს. მსურველებმა რეგისტრაცია სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილ ვებგვერდზე უნდა გაიარონ. სახელმწიფო დასაქმებულ სტუდენტს 500 ლარს გადაუხდის, რასაც საშემოსავლო გადასახადი 20% გამოაკლდება. მათთვის, ვინც დარეგისტრირებას ვერ მოასწრებს, შექმნება სათადარიგო სია. ამ სიაში მოხვედრილ სტუდენტებს დასაქმების შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ რომელიმე სტუდენტი საკუთარი სურვილით პროგრამას გამოეთიშება. სტუდენტური დასაქმების პროგრამის ვებგვერდზე განთავსდა იმ დამსაქმებელი ორგანიზაციებისა და პროფესიების ჩამონათვალი, სადაც ზაფხულში ერთი თვის მანძილზე ქვეყნის მასშტაბით 25,000 სტუდენტი დასაქმდება. სამინისტროს განმარტებით სტუდენტთა დასაქმების პროგრამაში სახელმწიფო და კერძო სტრუქტურები, მათ შორის საქართველოში არსებული ყველა ბანკი მიიღებს მონაწილეობას. თუმცა ვებგვერდზე ჯერჯერობით მხოლოდ უმაღლესი სასწავლებლისა და იქ არსებული ვაკანსიების ჩამონათვალია. ბიბლიოთეკაში წიგნადი ფონდის გადარჩევა, დახარისხება, წიგნების დაალაგება, პარკის გაწმენდა, გასუფთავება, უნივერსიტეტის შენობების სარემონტო სამუშაოებისთვის მომზადება, არქივის საბუთების დამუშავება, შეფუთვა, დახარისხება, აკადემიის აუდიტორიებში სარემონტო სამუშაოების შესრულება. ასეთია იმ ვაკანსიების არასრული ჩამონათვალი, რომლებსაც ერთთვიანი პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს შესთავაზებენ. პროგრამისათვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 12,500,000 ლარი გამოიყოფა. ოპოზიციის ნაწილი ერთჯერად პროგრამას უარყოფითად აფასებს. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, 12,500,000 ლარის გახარჯვა ერთჯერადი პროგრამისთვის არაეფექტური გადაწყვეტილებაა. ვეფხვაძე ამბობს, რომ ბიუჯეტიდან პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა საქართველოში ყველა სტუდენტის დაზღვევის ხარჯს დაფარავდა. იმისაც რომ ყველა სტუდენტი დააზღვიო, წელიწადში საჭიროა 150 ლარი თითო სტუდენტს. ანუ სულ მცირე ამ 500 ლარიდან 150 ლარი აქამდე რომ გამოძებნილი იყო, ყველა სტუდენტი დღეს იქნებოდა დაზღვეული, იცით თქვენ ჯანდაცვის თემა როგორი პრობლემაა. მეორე, 10,000-მდე სტუდენტია, რომელსაც შეწყვეტილია სტუდენტის სტატუსი. და ეს თანხა ნამდვილად საკმარისი იყო, პლუს იქნებოდა იმისათვის, რომ ეს 10,000 სტატუს შეწყვეტილი სტუდენტს დღესვე განიახლებინა სწავლა უმაღლეს სასწავლებელში. თუ იმიტომ ვაკეთებთ, რომ ერთჯერადად ჩვენ 500 ლარი ვიცოთ და ვიყიდოთ საარჩევნო ხმები, ეს სხვა საკითხია. სტუდენტთა დასაქმების პროგრამას ხელისუფლების მორიგ პიარ აქციად აფასებს ახალი მემარჯვენეების წარმომადგენელი ლევან კალანდაძე. მისი თქმით, დროებითი დასაქმებით მთავრობა წინა საარჩევნოდ სტუდენტების კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობს. ჩვენ ხელისუფლებას გარკვეული ტრადიცია და აქვს ჩამოყალიბებული, რომ ახალგაზრდების დასაქმება, ახალი სამუშაო ადგილებისთან დაკავშირებული ახალი საწარმოების გახსნა მხოლოდ ასე ვთქვათ წინა საარჩევნო პერიოდში ახსენდება და სტუდენტური პროგრამები, რომელიც სტუდენტების ახალგაზრდების დასაქმებას ემსახურება, სწორედ წინა არჩევნებზეც ასე ვთქვათ მეორდებოდა. ეს ერთგვარი პიარული აქციაა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის გამოყოფას არამართებულად მიიჩნევს ეკონომიკის ექსპერტი დავით ნარმანია. ექსპერტი ამბობს, რომ ერთჯერადი დასაქმების პროგრამები ქვეყანაში დასაქმების პრობლემას ვერ გადაჭრის და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. ერთჯერადი ხასიათის დასაქმების პროგრამები მხოლოდ და მხოლოდ ხანძრის პერიოდში, ხანძრის ჩაქრობის მსგავსი რამ არის. ანუ როდესაც მაღალი უმუშევრობა ქვეყანაში და როდესაც წინა საარჩევნო პერიოდია, ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს გარკვეული კატეგორიის ადამიანების გულის მოგებას, იმით რომ მას შესთავაზოს მოკლევადიანი რაღაცა ტიპის სამუშაო და მერე ასე ვთქვათ რაღაცა ტიპის პერსპექტივებზე შეუქმნას ილუზია, რომ ის მომდევნო პერიოდში გააგრძელებს მუშაობას. ოპოზიციის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს საპარლამენტო უმრავლესობა. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის პავლე კუბლაშვილის თქმით, დასაქმების პროგრამა ახალგაზრდებს პრაქტიკულ ცოდნას მისცემს, რაც სამომავლოდ მათ დასაქმებას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებს კონდეთ საშუალება, რომ როგორც თავისი პროფესიით, ისე ვთქვათ,
სხვა ფორმით გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები შრომაში, პროფესიულ პრაქტიკაში. შესაბამისად ამ თემის მიმართ დაპირისპირება შეიძლება ერთ-ერთი მოტივით. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ განათლება არის ცუდი, ან ცოდნის გაღრმავება არის ცუდი. სტუდენტთა დასაქმების პროგრამა თბილისში პირველად 2006 წელს თვითმმართველობის არჩევნების წინ განხორციელდა. თბილისის მერიის ბიუჯეტიდან თითოეულ დასაქმებულ სტუდენტზე 300 ლარი იყო გამოყოფილი. მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხელისუფლება წინა საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში დაადანაშაულეს. ბანის ახალი სატარიფო გეგმა უნივერსალი. ისაუბრეთ და გააგზავნეთ SMS-ები 014 საყვარელ ნომერთან. ყველა დანარჩენ აბონენტთან საქართველოში ისაუბრეთ წუთში 7 მეტრად. ბანი, იაფი, მარტივი, ხარისხიანი. უითავად ყოფილა ოპერაციასაც არ ექვემდებარება ჩემი მდგომარეობა. 24 ლარი უნდა გადავიხადო ერთ აბწამალში. ყოველ დღე რომ მივიღო, ამით რომ ყოველ დღეს უნდა მივიღო. ახლა ვიღა მიდის საავტობუსში. ვერ მიდის, იმიტომ რომ საშუალება არ აქვს და ვერ მიდის ადამიანი რომ გეშინდეს. უავადყოფი ხარ, არ განსხვავენ. თუ კარგად ყოფილი ხარ და მუშაობ, მაშინ არ მაგათი დაზღვევა არ მიდის. სოფელს პატრონობა და სიყვარული აგლია. სოფელს მოვლა უნდა. ახალი მემარჯვენეები. საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით შეიძლება. 3 წლით ავეკუთოს თავისუფლება თუ პოლიტიკურ პარტიისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან მიიღებ ფინანსურ დახმარებას. ვეღარ მიიღოს სესხი ბანკისგან თუ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირად მიგიჩნევენ. შეგეზღუდოს შემოსავლის წყარო თუ გამოთქმულ მოსაზრებას რომელიმე პარტიასთან დაკავშირებით. გაკონტროლდეს შენი და შენი ახლობლების შემოსავლები და დაგიყადაღონ ქონება თუ კონტროლის პალატა პოლიტიკურად აქტიურ პირად მიგიჩნევს. მურავის მისცემ უფლება შეცდომაში შეგიყვანოს. შემოერთი სამოქალაქო მოძრაობას, ეს შენ გეხება. მაგთისატი გთავაზობთ წამყვან სპორტულ ტელეარხს მსოფლიოში სეტანტა სპორტს. ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი, ამერიკის შეერთებული შტატების საფეხბურთო ლიგის და ნაციონალური ჰოკეის ლიგის მატჩები. 500-ზე მეტი პირდაპირი რეპორტაჟი წელიწადში. მაღალ პროფესიული კომენტარი და გამოსახულების უმაღლესი ხარისხი, მხოლოდ მაგთისატის მაყურებლისთვის. მაგთისატი, პირველი თანამგზავრული ტელეოპერატორი საქართველოში. შეგახსენებთ, ცხელი ხაზი არის ეთერში. დღეს 14 მარტის საღამოს თქვენთვის მუშაობთ მე ნინო რობაქიძე, ალექსანდრე ელისაშვილი და დაჩი გრძელიშვილი. უკვე შემოგვიერთდნენ ჩვენი სტუმრებიც. სტუდენტური დებატი გვაქვს დღეს. დაჩი გუბაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი არის ჩვენი სტუმარი და ლევან ლორდ-კიფანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ასევე. არანაირი თვითმმართველობის წევრი მე მგონი და სტუდენტური გაერთიანების არ ხართ როგორც ვიცი. სამეცნიეროსი ვარ, პოლიტიკურად აქტიური. ჯერჯერო. კარგი, დიდი მადლობა ბატონებო ჩვენს გადაცემაში მობრძანებისთვის. ძალიან ცხელი თემა გამოდგა დღევანდელი ინციდენტის შემდეგ და არ შემიძლია რომ პირველი კითხვით ბატონ დაჩისთან არ გადავიდე, რადგან თავარი ბრალდება სწორედ თვითმმართველობის მისამართით არის. დღეს სამი სტუდენტი ამბობს და ოფიციალურ ჩვენებას აძლევს პოლიციას, რომ მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ თვითმმართველობის წევრები. არის თუ არა ეს მართალი და რა მოხდა თუ შეგიძლიათ რა თქვა? მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოწვევისთვის, იმიტომ რომ აქამდე მე ვადევნებ ხოლმე თვალს ტელეკომპანია კავკასიას და ყოფილა ისეთ შემთხვევები, რომ კავკასიაზე ყოფილან სხვადასხვა სტუდენტური თვითმმართველობისადმი შედარებით უარყოფითად გამოწყობილი სტუდენტები და დაუფიქსირებიათ თავიანთი პოზიცია. მე პირადად ძალიან მიხარია რომ თქვენ მომიწიეთ და მაქვს ასე ვთქვათ სტუდენტური თვითმმართველობის სახელით სტუდენტური თვითმმართველობის პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რაც შეეხება დღევანდელ ფაქტს, მე ცოტა ლოგიკური ეჭვი მიჩნდება და ალბათ დამეთანხმებით თითოეულ თქვენგანიც, რომ თქვენ გუშინ დამიკავშირდით მე, რომ დღეს აქ უნდა მოსულიყავი ამ გადაცემაში და მიმეღო მონაწილეობა. ნამდვილად ჩვენ გეგმავდით სტუდენტურ დასაქმებაზე საუბარს, თუმცა დღევანდელმა ინციდენტმა კი აუცილებლად ვისაუბროთ, მაგრამ გადაფარა ერთი მხრივ. მე ცოტა არალოგიკურად მეჩვენება, რომ მაინდა-მაინც დღეს მოხდა, სანამ მე თქვენთან მოვიდოდე, სწორედ ეს შეეხლა შემოხლა სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და იმ სტუდენტებს შორის, რომლებიც არ არიან სტუდენტური თვითმმართველობის. ანუ არ მომხდარა ეს ფაქტი? მაგაზე ვისაუბრებ. პირადად მე სასტიკად ვგონი ყველანაირ ძალადობას.
ვარ ამისი სასტიკი მოწინააღმდეგე. რაც შეეხება იმ გაუგებრობას, რაც დღეს მოხდა, მოდი გაუგებრობა უწოდოთ, რომელშიც მონაწილეობას იღებდა მათი თქმით დაადანაშაულებდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები დათო ხეჩიკაშვილი და ბექა ახლოური. იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც ხარ სტუდენტი სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, შენ გარკვეული პასუხისმგებლობა გეკისრება იმის, რომ მოისმინო უარყოფითი აზრით და შესაბამისი არავითარი ასე ვთქვათ აგრესიული რეაგირება არ მოახდინო ამაზე და უარყოფით აზრს გასცე შესაბამისი პასუხი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ როდესაც ხარ სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, შენ გაქვს გარკვეული პასუხისმგებლობა. მე რადგან გვგონებ სასტიკად ყველანაირ ასე ვთქვათ ძალადობრივ გამოხატულებას საწინააღმდეგო აზრის მიმართ მიუხედავად იმისა, რომ მე თითქმის 100% დარწმუნებული ვარ და რა დონეზეც მე ვარ ინფორმირებული დღევანდელი ეს შეხლა შემოხლა მოყვა იმას, რომ რამდენიმე სტუდენტმა ვიღაცის რამდენიმე სტუდენტის დიახ, მაგაზეც ვისაუბრე, ეს ხალხი გალახეს ესეთი ცოტა რთულია ესეთნაირად თქვა ბატონ დაჩი, რომ 4 სტუდენტი გალახა სხვა 4 სტუდენტმა. იქიდან გამომდინარე, რომ მე ვარ ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი და აქ ფიქსირდება ესეთი რაღაც, რომ 3 სტუდენტი არ დანაშაულებს დათო ხეჩიკაშვილს. პირადად მე ვაცხადებ დათო ხეჩიკაშვილს თქვა ეს თვითონ ჩემთან საუბრისას, რომ ის იქ იმ დროს იყო შესაბამისად არც დათო ხეჩიკაშვილი და არც ერთი სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი, ვინც მართალი იყო ეს თუ არ იყო მართალი, საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რადგან მას ეკისრება დამატებით პასუხისმგებლობა, მან ყველანაირად უნდა მოთხოვოს ნერვები, მის Facebook-ს პასვორდს შეუცვლიან, გატეხავენ, ამის გაავრცელებენ თუ არ გაავრცელებენ, ამის შესაბამისად მან ყველანაირად უნდა მოთხოვოს ნერვები და არ უნდა იყოს. რადგან ნერვები მოთხოვეს შესაბამისად დათო ხეჩიკაშვილი არ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და თვითონ სტუდენტურ თვითმმართველობას. რაც შეეხება ბექა ახლოურს შეიძლება თუ შეიძლება კითხვა ხო დამის ბატონ დაჭდა პასუხს. ვერ ვიღებ პასუხს ამ კითხვაზე. ეს დღეს მოხდა თუ არა ფიზიკური ანგარიშწორება, არ მე მიკითხავს ღირსები იყვნენ, არ იყვნენ ღირსები, ნერვები არ მოთოკვა, რას ნიშნავს დავაკონკრეტოთ მაშინ აი ეს თემა. მე ხა აქ კარგად განმარტე, დღეს იქ შეხლა შემოხლა მოხდა და ვინმის ცემა და ვისთვის ეჭხუბა და რანაირად დავთავდა. მე ამაზე ინფორმირებული არ ვარ. რადგანაც მე ვარ ინფორმირებული, ამაში მონაწილეობას იღებდა დათო ხეჩიკაშვილი. შესაბამისად დათო ხეჩიკაშვილი არ იქნება სტუდენტური თვითმმართველობის წევრი, აღარ იქნება. გასაგებია. გავრცელდება ყველაზე, ვინც დადასტურდება და იტყვის, რომ მან იღებდა მონაწილეობას. რაც შეეხება ბექა ახლოურს, გახმაურებული თემაა ეს ბექა ახლოური, ცოტა ისეთნაირად არის შექმნილი, რომ ყოველას სურს რადგანაც დააბრალონ თუ რაიმე შეხლა შემოხლა ხდება ბექა ახლოურს. ბექა ახლოური პირადადაც აცხადებს, რომ არავითარ მსგავს რაღაცაში მონაწილეობას არ იღებდა. დიდი იმედი მაქვს ეს სტუდენტები მე მგონი სახეზე ეშლებათ და მარტივად გეტყვით, ივერი ჭალიძეს იყო ნახსენები სტუდენტური თვითმმართველობის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელიც იქ იყო და სრულიად არალოგიკურია, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი დაადასტურებს ამ დროს ის თავის სამსახურში იმყოფებოდა და ფიზიკურად ორ ადგილას ერთდროულად ყოფნას ვერ მოახერხებდა. ანალოგიური ბრალდება ბექა ახლოურის წინააღმდეგ. ჩემი აზრით, ბექა ახლოური უბრალოდ სხვა ვიღაცაში ეშლებათ და ამას დიდი იმედი მაქვს, როდესაც ბექა ახლოურს ნახავს დაზარალებული თუ ვინც არის ის სტუდენტი, ამას გარეგნობა აქვს ძალიან გავრცელებული და ვინც გავს და ვინ რას გავს, მაგრამ მე ერთი რაღაცა ვიცი, რომ ეს ყოველ შემთხვევაში ბექა ახლოური იქ არ ყოფილა და ეს სტუდენტები დღევანდელი აქცია, რომელიც დღევანდელი ეს ჭუბი, რომელიც კონკრეტულად ჩემს აქ მოსვლას დაემთხვა, არის ნამდვილად კიდევ ერთხელ დაგეგმილი, კარგად დაგეგმილი მიზანი. კომპანია კავკასია შეატყობინა ამ თქვენი თქმით პროვოკაციის მომწყობა ახალგაზრდებს, რომ დღეს გვეყოლება, როდის განაცხადეთ თქვენ, რომ ეს ინციდენტის მერე ტელეკომპანია კავკასიას შეიძლება არ შეუთყობინებია, მაგრამ მე რომ ასაუბრე შენ არ დაგისვამ შეკითხვა, ჩემთვის დაგისვამ პასუხობდი. ეხლა რაც შეგეხება შენ, ტელეკომპანია კავკასიას არ შეუთყობინებია, მაგრამ Facebook-ზე გავავრცელეთ ჩვენ თვითონ. კარგით, გასაგებია. ერთი წუთი ძალიან საინტერესო რაღაცა არის, რაღაცა მართლა ძალიან საინტერესო თემაა. ერთი წუთი მოვაპირებ და არასწორ ინფორმაციას თქვენს ავთ. თქვენ ხართ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. დღეს რა ამბავი გაიგეთ, რომ დღეს რა ამბავი გავიგე? ესა ტრადიციული ამბავი პირველად არ ხდება. ეგ არის, ეგ მაფიქრებს ჩემო ძვირფასო დაჩი ორ დაჩის შორის ვარ და ვისურვებდი იმას, რომ ესეთი კრიმინალური ქმედებები, რომლებიც ხდება უნივერსიტეტში ძალიან ხშირად და ძალიან ხშირად თქვენს ნახსენებ გვარებს აცხადებენ. აღარ გამეორებული იყოს არასოდეს. დღეს რა გავიგებ? გავიგე ის, რომ კიდევ ერთხელ როგორც ისე ზუსტ დაახლოებით 1 წლის წინ დაესხნენ იმ სტუდენტებს თავს მიაყენებს მას შეურაცხყოფა. თქვენ ამბობთ, რომ არაფერი არ ყოფილა, ან სუბუქი დაზიანება იყო, მაგრამ მედიკოს
მედიკოსები ამბობენ რომ ნუ რა ჩემი სიტყვების არასწორი ინტერპრეტაცია. კი ბატონო, თქვი არ ვარ ინფორმირებული იქ რა. ახლა ინფორმირებული გაწოდეთ ინფორმაციას. მედიკოსები აცხადებენ რომ ტვინი შერყევა აქ იმ ადამიანს, ხა მაინც და მაინც თავპირი დალეწილი უნდა კონდეს და სისხლები ჩამოდიოდეს რომ ადამიანზე თქვათ რომ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მოაყვა. 4 მიაყენესო. თქვენ თქვით 4-4-ზე იყო. 4-4-ზე იყო თუ რამდენად? ნუ არა, ცოტა ის ამბობენ 4 ერთდროულად. მე არ გადაწყვეტინეთ და აწი მაშინ გადაწყვეტა და 4. არა ლოგიკური მაგას შეერაფერი თქვენ თუ ენდობთ დექა ახლოს ხვებს ღმერთმა გაგიმარჯვოთ, მაგრამ მე ვენდობ იმ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ჩვენ დაგვესყნენ თავს, შეგვითრიეს უნივერსიტეტის მესამე კორპუსის თვითმმართველობის დარბაზში. რატომ ხდება ეს თვითმმართველობის ოთახში? თვითმმართველობის ოთახდა, რატომ ხდება ეს ყველაფერი თვითმმართველობის ოთახში? მე დაუჯერებდი დაჩის, რომ ეს იყოს პირველი შემთხვევა. ეს უკვე მერამდერეჯერ ხდება, ეს პერმანენტული ხასიათი აქვს ამას და ძალიან დიდხანს ხდება. ზუსტად 1 წლის წინ თარგმნეს პროექტთან დაკავშირებით. მაშინაც იგივე გვარები ფიგურებდნენ, მაშინაც იგივე ანუ ლევან ესეთი ხდებოდა და ამნეზი გვაქვს რომ ჩნდება ხოლმე პრობლემა, საუნივერსიტეტო პრობლემას გულისხმობ, რაც ლოგიკურიც არის, ხო, არსებობს ხოლმე პრობლემა. ამ პრობლემებზე გამოდის რამდენიმე სტუდენტი მოსაზრებით, ამის შემდეგ მათ ეჩვენებათ რომ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეჩვენებათ არა, ტვინის შერყევა, სამედიცინო დასკვნა არსებობს, ტვინის შერყევა მოეჩვენოს ადამიანს. მეორეცეთი მე იცით რა მინდა თქვა ბატონდაჩი, ივანე ჯავახიშვილი, როდესაც შედიოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იხდიდა ქუდს, თავს ხრიდა. აკაკი შანიძე რო დაინახავდა, რომ ვიღაცა ხმამაღლა საუბრობდა უნივერსიტეტის დერეფანში, გააჩერებდა მას და ეტყოდა, რომ შეხარ უნივერსიტეტში სამეცნიერო კერაში, რომელმაც უამრავმა დიდმა ქართველმა მეცნიერმა ჩადო თავისი ენერგია და შენაგა კარგა უფლება, აქ თუნდაც აი ესეთი ხმამაღალი სიტყვის და ეს ადამიანები ამდენი ხანია, ამდენჯერ აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას ამდენ ადამიანს. დღეს ძალიან ბევრი სტუდენტი დამეწუნება იმას, რომ თვითონაც ქონიათ შეხება ამასთან. არიან სტუდენტები, რომლებიც ყოველდღიურად წერენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებში, რომ მიაყენეს შეურაცხყოფა, რომ დაძდევენ, ავიწროვებენ. არიან ძალიან ბევრი უკვე ჟურნალისტად ქცეული, თქვენი წყალობით ჟურნალისტად არიან ბევრ გამოცემაში ის ადამიანები ქცეულები და წერენ იმას, რომ თქვენ მიაყენეთ შეურაცხყოფა. არიან ლექტორები, რომელსაც სახედა და ესაც მე ერთი წუთით თუ ბატონმა დაჩი გააკეთა განცხადება არ ხარ შეჩვენებული შენ ჩემზე სამჯერ უფრო მეტი პასუხისმგებლობა სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანოს ჩვეულებრივი კონკურსი თქვენ ძალიან დაახლოებული მაგრამ მე დავამთავრებ მე მიმართავ აქედან ამ თქვენი ძალიან მაღალ რეიტინგული ეთერის საშუალებით მიმართავ ჩემს რექტორს, რომელსაც გადასარევად ვიცნობ და ძალიან დიდ გავიცანი პროფესორად და გამიჩნდა პატივისცემის გრძნობა, მის ამიტომ რომ ძალიან კარგი კაცია, ძალიან კონკრეტული, ძალიან გაგებით მოეკიდა ყველა იმ პრობლემას, რომელიც მე დავუსახე. მე ბატონო რექტორო, თქვენგან, როგორც ჩემი უმაღლესი აკადემიური სტატუსის მქონე ჩემი უნივერსიტეტის უმაღლესი აკადემიური პირისგან, მოვიტყობთ რომ პირადად ადევნოთ თვალყური იმას და პირადად გააკონტროლოთ აი ესეთი ვანდალური ქმედებები, კრიმინალური ქმედებები, რომელიც ხდება უნივერსიტეტში და უკვე ეს ხდება არა ერთხელ და ორჯერ, რამდენჯერმე და ყოველთვის რატომ იყო აი წინა ფაქტებზე, რითი დასრულდა? წინა აქტებზე იყო ძალიან სერიოზული არა, სტუდენტები არიან საერთოდ ძალიან დიდი ახალგაზრდული ენერგია აქვთ ხოლმე თელ სოფლიოში სტუდენტებს და წესით უფრო უკეთესად უნდა ადმინისტრაციის მხრიდან რა რეაგირება? ადმინისტრაციის მხრიდან ახლა ამირან გულში მღერო და თვითონ თუ რამე რეაქცია ქონდათ არ რეაქცია იმის არა საზოგადოება უნდა გაიგოს საზოგადოება მე მაგალითად არ გამიგია ის რა რეაქცია მოყვა წინას რა რეაქცია მოყვა ამას დაჩი რომელიც მიმართვა ბატონოს თulis კომკავშირულ მიმართვას მაგას მე ბატონ რექტორს რომ გამონტროლოს ეს საქმე უდიდესი ყურადღებით თვითმმართველობას წინა ფაქტებზე მაგაზეც გეტყვით და თქვენ დასვით კითხვა რა რეაგირება მოახდინა ამაზე ადმინისტრაცია ეს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტის თვითმმართველობა უნივერსიტეტს ყავს თავის დაცვის სამსახური რომელსაც რაც შეუძლია გააკეთოს არის ის როდესაც მსგავსი ფაქტი მოხდება მიმართავს სამართალდამცავებს გამოიძახოს პოლიცია ეს ადმინისტრაციას არ ეხება ადმინისტრაციას მოხდება დაჩი იქნება მისი ფუნქცია ის არის რომ არ მოხდეს მსგავსი ფაქტი რა თქმა უნდა
სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. ამის შემდეგ ბატონ დაცის კითხვა იყო, ამის შემდეგ რა რეაგირება მოახდინა ადმინისტრაციამ? ხო, სწორად დავიგე. ადმინისტრაციის რეაგირება ის იყო, რომ მან მაქსიმალურად შეესაბამა და გაერკვია დეტალებში რა მოხდა იქ და როგორ მოხდა. სტუდენტური თვითმმართველობაც ანალოგიურად შეესაბამა და გარკვეულიყო იმ სიტუაციაში. მე დავამთავრებინე, კითხვა როდესაც მისვათ, ხო მე თუ აქ იმისთვის მომიყვანეთ, რომ თქვენ კითხვები დასვათ, ჩემი პასუხები გასვათ. მე მგონი გასაგებია თქვენი კითხვა ძალიან კარგი დავიდეთ დაზუსტება არ არ ნერვიულობ შემოძიფას. დინჯად წააპარაკე, იმიტომ რომ კარგი გადმოცემის უნარი გაქვს, მაგრამ თუ კი საუბარი გამაჯერებელი იქნება ჩვენი არგუმენტები. კი ბატონო, გეტყვით, თვითმმართველობის რეაგირება ამასთან დაკავშირებით იყო შემდეგი. თვითმმართველობამ გაარკვია რა მოხდა და როგორ მოხდა. მე მგონი მეთანხმებით ნამდვილად ასე უნდა მოხსნილიყო, ხო? იმ დღეს თარგმნის პრეზენტაციაზე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ გოგონას, ერთ-ერთმა დარბაზში მყოფმა. ამ გოგონას გამოივესარჩლა მისი ნათესავი. ამას მოყვა შეხლა შემოხლა. მე შემიძლია დაგისახელოთ პირები, ვინც ამ რომელიც აღმოჩნდა ეს ნათესავი ამავე დროს თვითმმართველობის წევრი არ აღმოჩნდა მთელი ბანდა ადამიანის. ეს იყო გაგი ოხანაშვილი, რომელიც არ არის თვითმმართველობის წევრი და შემდგომში გაგი ოხანაშვილი არც მაშინ აღარ თქვენი სახელით მოქმედებს, თქვენ გიბუჭებდათ სახეს, თქვენ თუ შეიძლება დავამთავრებთ შემოგარგოთ ჩვენ არ მოგუჭებდათ სახეს, ამის შენ როგორ შეიძლება ანუ შეიძლება სწავლოთ ესე ანუ ძველი ინციდენტების განსაკუთრებით გვარი ვახსენეთ რომ გაანთავრებთ კითხვა ხო გაგი ოხანაშვილი არც მაშინ იყო თვითმმართველობის წევრი, არც დღეს არ არის სტუდენტური თვითმმართველობის წევრი და შესაბამისად სტუდენტური თვითმმართველობა ვერ არის პასუხს იქ რაც ვნახეთ ახლა წეღან კადრებში ერთი კაცი მონაწილეობდა და იქა მარტო ყოველ შემთხვევაში ძალდება ვის მიმართაც მოდიოდა გაგი ოხანაშვილის ადანაშაულით ყო გაგი ოხანაშვილის კლასელითან გასაგებია ერთი შეკითხვა დღეს არა ეს უნდა ვთქვა დღეს რომ ესეთი არა ბატონო დღეს რომ სამართლიდან გავანთავისუფლეთ ის ადამიანი თვითმმართველობიდან მაშინ მე გავწევრიანდები თვითმმართველობაში ეს მე არ მახასიათებს მაგრამ გავწევრიანდი თქვა თვითმმართველობაში მივალ მე დავუმტვრევ თავპირს იმას ვინც არ მომწონს ცემ გავლახავ და მე გამანთავისუფლებენ თვითმმართველობიდან. არც არ პასუხს არ სამართალს რაც თვითმმართველობის პოლიცია არ არის, მე შენ ვერ დაგიჭერ თვითმმართველს რაღაცას გააკეთე. პოლიცია არ აღუნებოს დაზარალება და იჩინოს და ისე პოლიცია დაიჭერ შემდეგ. აი ხა უბრალოდ არალოგიკურია. სტუდენტი თვითმმართველობას თავის წესდებაში უწერია ასეთი ფრაზა. აგერ მე დავამუშავე სანამ აქ მოვიდე. კარგია. დაიცვას და წარმოადგინოთ სტუდენტთა ინტერესები. ხელი შეუწყოს სტუდენტების უფლებებისა და თავისუფლების რეალიზებას. ჩემი ინტერესია. ძალიან ბევრი სტუდენტის ინტერესია რომ არ ვიძაბები და ძალიან გთხოვ რა არ გინეს იაფასიანი რაღაცები ჩემი ინტერესია ჩემი მეგობრების ინტერესია უამრავი ადამიანის ინტერესია ის რომ ესეთი ადამიანები დაისაჯონ ჩემს ინტერესს არ მოწოდე ეგრო ესეთი ადამიანები დაისაჯონ კარგი გასაგებია შეიძლება ძალიან გეთანხმები ძალიან გაიგინებენ გაგუთხებენ თქვენ სახელს შეურაცხყოფას აყენებენ და თქვენ ხმას არიღებთ და მეც იგივე მინდა გავაკეთო გასაგებია აუცილებლად უნდა დაუსვათ კითხვა არა ჩვენი რეაგირება ქალტონი ამასთან დაკავშირებით მოხდა დაკავშირებით ინტერესებს თქვენ აღიძახთ თუ შეიძლება თუ შეიძლება ერთმანეთს მე ამ თემაზე ძალიან ეხლა დავიწყებ და ერთ რაღაცას ვიტყვი და მე ამ საკითხთან დაკავშირებით არა ეს კითხვას დაგისვამ და ჩი და მე დრო გექნებათ რომ დამატებითი კომენტარები გავაკეთოთ კი აუცილებლად რა თქმა უნდა თქვენც გქონდათ მე მგონი აზრის გამოთქმის საშუალება თუ ერთმანეთს დააცდით უკეთესი იქნება მართლა მაყურებელი უფრო მეტ შეიტყობს მართლა ძალიან საინტერესო ფაქტი არის მოკლედ დღევანდელი ინციდენტი აუცილებლად ეს ყველაზე მთავარი თემა არის მიუხედავად იმისა რომ ბევრი საინტერესო საკითხია ზოგადად თვითმმართველობასთან დაკავშირებული მოყვა რას რომ სტუდენტები რომლებიც ჯერჯერობით დაშავებულებად და დაზარალებულებად არიან ცნობილი ჩვენთვის არიან სტუდენტური ბლოგის ავტორი და მათი მეგობრები სტუდენტურ ბლოგზე დაიდო რამდენიმე ფოტო მასალა ესე ვთქვათ ანუ გაზიარდა Facebook-ის საშუალებით სადაც ერთ-ერთი მათ შორის არის მასალა სადაც თქვენ პირადად ბატონო დაჩი მოუწოდებთ ყველა წევრის საყურადღებოდ არ დაგეზაროთ და ბოლომდე წაიკითხეთ არსებობს ესეთი იუზერი რეალური პოლიტიკა რომელიც მუშაობს ზუსტად ანალოგიური პრინციპით როგორც ჩვენ და აქვთ ბევრად მეტი მაკომპრომეტირებელი ინფორმაცია ივანიშვილზე და შემდეგ არის მოწოდებული ლინკი ამ იუზერის ესე ვთქვათ ანუ მომხმარებლის Facebook-ის და შემდეგ არის მოწოდება იქ და ვინც ხართ დაადასტურეთ თქვენი წევრობა. მაინტერესებს ეს მართალია თუ არ არის მართალი. აი ის რაც დაიდო
ეს თქვენ დაპოსტეთ თუ არ დაპოსტეთ. აი, კი ან არა, მიპასუხეთ და შემდეგ რა ვისვამთ კითხვას რა ხო, მაგრამ მე რადგან ამაზე რა თქმა უნდა ჩემი პასუხი არის არა, მაგრამ თქვენ რადგან ამ ყველაფერს გაეცანით, სტუდენტურ ბლოგზე დაიდო ეს ყველაფერი. ხო, სტუდენტურ ბლოგზე ამისი ავტორი ვინც არის, ვინმე გიორგი ტყეშელაშვილი, რომელიც არც ვიცი ვინ არის და საიდან მოვიდა, ხო? თვითონვე თქვა, რომ ამ გიორგი ტყეშელაშვილმა მიაწოდა ეს რამდენიმე სტუდენტს მისივე აწყობილი ფოტოშოპში ეს ყველაფერი. ასევე მან მიაწოდა სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებს, როგორ გეგმავდნენ ამ ბლოგის ადმინისტრატორები ამ ყველაფრის ფოტოშოპში აკეთებს. იმ ბლოგზე სადაც ეს თქვენ წაიკითხეთ, მაგრამ მისი კომენტარი წაშალეს. ამის გარდა თესეულ სტუდენტებს აქვს ძალიან ბევრი ჯგუფი. ეხა კომენტარი სტუდენტები. ერთი წუთი ლევან კომენტარი წაშალეს. თესეულ სტუდენტებს ლევან მაგაზე ძალიან ბევრი რაღაცა აქვს. ლევან ვისაუბროთ მაგაზეც ერთი წუთით. ანუ ეს არ არის ძალიან ჯგუფი და მანდაც არის ეს არის მე პირდაპირ გეტყვით რა ეს არის თვითმმართველობის პოლიტიზირების მცდელობა. კარგით რა ხალხო, მოძველ და ესპრალდები. სტუდენტური თვითმმართველობა არ არის პოლიტიზირებული ორგანო. პირადად საერთოდ არ მაინტერესებს პოლიტიკა. საერთოდ არც ვერები პოლიტიკა. ძალიან მარტივ რაღაცას გავსვათ რა. გარშემო რა ხდება ის დაინტერესებს ხოთ კარგი თვითმმართველობის თავში. პირადად მე ვიყავი შალვა რამიშვილთან ერთხელ გადაცემაში მისული. ეს წლის წინ ზუსტად დაახლოებით როდესაც გავს რაღაც ფაქტებთან დაკავშირებით იყო იქაც საუბარი ჩემსა და ერთ-ერთ ზვიად ბაქაიას შორის თარგმნეს საინციდენტო ჯგუფის თარგმნეს წარმომადგენლებს შორის. იქ ანალოგიური კითხვა რამდენად პოლიტიზირებულია სტუდენტური თვითმმართველობა დასვა შალვა რამიშვილმა და მე ვთქვი მაშინ რომ თუ თქვენ წარმოადგენთ ერთ ფაქტს მაინც რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის პოლიტიზირებული, მაშინ მე ჩემი სიტყვები უკან მიმახვსკო. მაშინ შალვა რამიშვილმა დაურეკა თაკო კაკაბაძეს რომელიც არის ერთ-ერთი ახალგაზრდა შალვა რამიშვილმა დაურეკა და რა ხდება იმაზე რომ ადამიანის ოპოზიციონერია არაფერი არგუმენტი არ მაქვს ეს დამონაცვალი ანუ ეს არის ცდელობა კიდევ ერთხელ თვითმმართველობის პოლიტიზირების თვითმმართველობის რომელიმე პოლიტიკა პასუხები დაიწყება არა გაქვთ თქვათ ამა თუ იმ საკითხის მიმართ სახელმწიფოში მე პირადად ჩემი პოზიცია რა თქმა უნდა გამოჩნდა მაგრამ აქ მე აი შენი აზრით თქვათ აი ხელისუფლების ყველაზე დიდი შეცდომა რა არის მე აქ პოლიტიკური რაღაც პოლიტიკურ დებატებზე მე არა ადამიანური მეგონა ჩვენ როგორც თქვენ მე პოლიტიკა ის რა ხდება მე დღეს არ პოლიტიკურად ნეიტრალური ვარ გასაგებია ამაზე არ ლევან ბატონოვის ერთი წამი ძალიან გთხოვთ მოგვაქციეთ ყურადღება მარტო ხომ არ ხართ სტუდიაში არა მაყურებელია ეთერში გისმენთ ეთერში ხართ გისმენთ ეთერში ხართ თქვენ რამდენად ფიქრობთ რომ პოლიტიკური გავლენების გაკეთმართობები თავისუფალია საუნივერსიტეტო ალო გისმენთ ეთერში დიახ გისმენთ სამწუხაროდ ვერ შემოდის ეთერში აუტემა რა ხრი არ ამაზე მე მგონი არ მესმის მე თქვენ ვას რა ლაპარაკობთ სამწუხაროდ და ველოდები თქვენ ხმას და ამიტომ გისმენთ ჩემო ბატონო გისმენთ ერთხელაც ვთით და მე გამარჯობა რამოდენიმე კითხვა მაქვს საჩი გუბაძესთან დიახ გისმენთ მე ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკვე დოქტორანტი, რამოდენიმე დაახლოებით 7 წელია უკვე ამ უნივერსიტეტში ვარ და დღეს საბოლოოდ გამიჩნდა სურვილი რომ იმდენი რაღაც მოხდა უნივერსიტეტში რომ პრინციპში მას დაუსვა უკვე რაღაც კითხვა და კარგია რომ ეს პირდაპირ ეთერში ხდება ყველაფერი. რაღაცებს ახლა უსმენდი და იმდენი რაღაც ჩავინიშნე რაც უნდა უთხრა რომ პრინციპში შეიძლება ვერ მოვასწრო და ძალიან მოკლედ ვიტყვი რა. ძალიან სამწუხაროდ დღეს მოხდა ზოგადად. ეს არის ალბათ მთელი იმ დაძაბულობის კულმინაცია, რაც უნივერსიტეტში არსებობდა, რომელმაც უკვე მეორედ დაახლოებით 1 წლის თავზე თარგმნეს პრეზენტაციის შემდეგ ამოხეთქა, ასე ვთქვათ. და ძალიან ცუდია, რომ თვითონ თვითმმართველობის პრეზიდენტის და იმ ადამიანებს, რომლებიც თვითმმართველობაში არიან, მათ როგორც დაისახეს ამ სიტუაციიდან გამოსავალი, ჩემი აზრით ძალიან უარყოფითი ფაქტია. ანუ მათ გადაწყვეტეს, რომ ამ ადამიანებს პირველ რიგში ფიზიკურად უნდა დაუპირისპირდნენ და შემდეგ იმ ასე ვთქვათ სკრინშოტებს, რომელიც მათ გამოაქვეყნეს, მათაც უნდა უპასუხონ.
იმისგან განსხვავებით, რაც გამოქვეყნდა, დღეს თვითმმართველობის გვერდზე რაც დაიდო, პრინციპში ჩემი აზრით დარღვევა არის იმ ადამიანების უფლებების, რომელსაც ეს თქვათ ანგარიშები Facebook-ზე ეკუთვნოდა, ანუ აკაუნტები. მიუხედავად იმისა, ეს ყველაფერი რეალურია თუ არა, რაც მას დადეს, ისინი შეიჭრნენ, ასე ვთქვათ, კონკრეტული ადამიანის პირად ცხოვრებაში და ვთქვათ, მათ იქიდან ამოიღეს რაღაც მასალები, რომელიც მე მგონი ლეგალური არ არის. იმისგან განსხვავებით, რაც ამ სტუდენტური ბლოგის გვერდზე დაიდო. ეს ერთი პრინციპში რაც მინდოდა მეთქვა. მეორე თვითმმართველობის პრობლემა ზოგადად იმ სახით, რაც დღეს დადგა, მაინდამეს თვითმმართველობას აღარ უკავშირდება. ეს პრინციპში უკვე რექტორის დამსახურებას არის და რექტორების, რომელიც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასრულებენ თავის მოვალეობას. წინა რექტორი ბატონი გიორგი ხუბოა თავისი მუდმივი დუმილით თავიდან ბოლომდე თავს უწყობდა ხელს იმას, რომ ეს დადებულობა რაც სტუდენტებს შორის არსებობდა, გაგრძელებული იყო და არანაირად არ მოგვარებულა. ანუ ის მუდამ ჩუმად იყო და ეს ფაქტები, როდესაც ძირითადად თვითმმართველობის არჩევნების წინ ხდებოდა, ან აქციების, გარკვეული აქციების წინ ხდებოდა დაპირისპირება, ის საერთოდ არანაირი კომენტარით არ გამოდიოდა ამაზე, არც თქვა რაღაც სიტუაციის დატყვევას ცდილობდა არ. მაშინ როდესაც შეიცვალა რექტორი, ცოტა რაღაც იმედი მეც ჰქონდა და იმ ადამიანებსაც, ვინც უნივერსიტეტში სწავლობენ. სამწუხაროდ ამავე რექტორმა დაახლოებით იგივე გზა ერჩია, სამწუხაროდ არც თარგმნის პრეზენტაციის მერე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, არც კიდე რამოდენიმე დაძაბული ესეთი მაინდა-მაინც უსიამოვნო ფაქტის შემდეგ, რექტორმა არის სურვა, რომ რაიმე გაეკეთებინა. ჩემი აზრით, დღესაც მოხდა, ამაში იგრიბად რექტორსაც მიუძვის ბრალი, იმიტომ რომ მან დღემდე არაფერი არ გააკეთა, რომ ის სიტუაცია, რაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და თვითმმართველობის წევრებს შორის არის, საერთოდ განმოხტულიყო. მესამე რაც მინდოდა მეთქვა და ვეცდები რომ დავამთავრო, არის ის, რომ თვითმმართველობა ზოგადად სამწუხაროდ იქცა რაღაც ისეთ დაჯგუფებას ადამიანებს, რომლებიც რეალურად სტუდენტების პრობლემებთან მათ არანაირი შეხება აღარ აქვთ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღევანდელი რექტორი უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე უფრო მეტს ლაპარაკობს, ვიდრე თვითმმართველობის წევრები. პირად საუბრებში იქნება ეს თუ საჯაროდ. თვითმმართველობის ფუნქცია ფაქტიურად გახდა გარკვეული გასართობი დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბოლოს აღარ. და შეიძლება სულ ცოტა დავამთავრო მისი დაწყებული შეკითხვა. მე აი კანონის სახით ჩემო დაჩი წერია პირდაპირ თქვენს წესდებაში, რომ თქვენი მიზანია დაიცვათ და წარმოადგინოთ სტუდენტთა ინტერესები. შეგვიქმნოთ ჩვენ ევროპული საგანმანათლებლო სისტემებისთვის დამახასიათებელი გარემო. დაგვეხმაროთ იმაში, რომ მაღალკვალიფიციური განათლება მივიღოთ. ყველაფერს ამას თქვენ აკეთებთ? გეყოფათ იმის გამბედაობა, რომ უთხრათ დღეს 22,000 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომ თქვენ გვეხმარებით იმაში, რომ ევროპული დონის განათლება მივიღოთ, გვეხმარებით იმაში, რომ მაღალკვალიფიციურები ვიყოთ, გვეხმარებით და წარმოადგენთ და იცავთ ჩვენ ინტერესებს თქვენ, ასეთი ვანდალური და კრიმინალური. თქვენი კითხვა მე მგონი დაჩიმ ჩაინიშნა და მეც დავამატებ კითხვას თუ შეიძლება. აი, რამდენიმე ადამიანი, ძალიან ბევრი ადამიანი წერს, მარი გვწერს მაგალითად დამბლოკეს, გვწერს ფრიდონ საყვარელიძე, რომ მე დამბლოკესო ამ ხალაკაციო. წერს დავით სიჭინავა, რომ დაბლოკეს თვითმმართველობის გვერდიდან. და პარალელურად ამისა დიდი ბოდიში გაგაწყვეტინეთ, დიდი ბოდიშს გადაგიხდით ამ გიხდით ამის გამო, პარალელურად ამისა მთელი თვითმმართველობის აქტივი ამ წუთებში მობილიზებულია იმისთვის, ამას თვითონ ისინი მეუბნებიან მე, თვითონ თვითმმართველობის წევრები, რომ თქვენს კითხვებზე, რომელიც დასმული გაქვთ Facebook-ზე, ინტერაქტივის გული. დიახ, გაცემა რაღაცო. დავით ბრაგვაძე გვწერს, თესეუს დოქტორანტი დამბლოკეს დღეს თვითმმართველობის Facebook-იდან დამწყებმა ფუნქციონერებმა, მაგათმა საერთოდ არ იციან რა არის უნივერსიტეტიო. გვწერს ასევე ქეთო ფროიდ, დიახ სტუდენტური თვითმმართველობა ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდული ფთარის. მე ვკითხულობ განურჩევლად კომენტარებს, აი რაც მოდის. თაკო კაკაბაძე აღშფოთებული ეთერში იწვევს ბატონდაჩის სადებატოს. აი მაგალითად ყველაზე კეთილი ბოროტთა შორის არ ვიცი. დაჩის მივიცეთ პასუხისგაცემის ერთი კითხვაც დავამატოთ, მოდით, აუცილებლად ძალიან მნიშვნელოვანია მართლა. აი აქ ერთი ადამიანი იწერება, რომ არ გეგონოთ, რომ გამორჩევით კითხულობთ კომენტარებს, თხოვნა იქნება დიახ უპასუხოთ, მადლობა წინასწარ ღმერთი იყოს თქვენი მფარველი, ამინ. ეს ჩვენ მიწერეთ მას რაღაც? არა, ერთ-ერთი ადამიანი გვწერს
თქვენი მხარდამჭერი, ანუ თხოვნა იქნება, რომ დიახ, უპასუხოთო. ანუ არ გეგონოთ, რომ გამორჩევით ვკითხულობთ ხო კომენტარებს, მაგ მინდოდა მე თქვა. იცით რა მაინტერესებს? მართლაც ორჯერ მეორედ არის უკვე ცხელხაზში სტუდენტური თემა და მართლა არის განსაკუთრებული აქტიურობა ამ თემაზე. რა თქმა უნდა, ერთი მხრივ სტუდენტები რო დაინტერესებული არიან, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ამდენი ადამიანი ამბობს და აფიქსირებს საჯაროდ, რომ დაბლოკეს თქვენი გვერდიდან, არ ეძლევათ ალტერნატიული აზრის გამოთქმის საშუალება. მართლაც არის თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა ორგანო, სადაც ყველა სტუდენტი განურჩევლად მისი პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური, უბრალოდ სხვა კრიტიკული დამოკიდებულებებისა და შეხედულებებისა შეუძლია რომ გამოიყენოს სტუდენტური თვითმმართველობა. კარგი, ბატონი დაჩის პასუხი მოვისმინოთ. ერთ წუთში რეკლამა არის ჩვენთვის ალბათ მნიშვნელოვანი, ხო ყველაფერი ჩაინიშნეთ რომ არ გამოგცეთ. პირველი კი ბატონო, 6 კითხვაზე პასუხი გაგვეცით, დაახლოებით ერთ წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ცხელი ხაზზე ერთ წუთში დაბრუნება პირდაპირ ეთერში დაგულობთ. მოდის არ მოდის. აწვიმაზე ვარ ბაკი გაჩერებული წვია როცა მოვა და გაისება ბაკი. ამ წყალო დაგდოდეთ, ქართლის დასალევი წყალი არ გვაქვს. კი იცით წყალი ოჯახს რამდენი ჭირდება. ვიხშობით ამ დანახში არ არის. მე-21 საუკუნეში საქართველოში თუ ხდება ეს სადმე მე არ ვიცი, ამოგითხარეთ გზა, აღარც გაზი, აღარც გზა ყო. და ვართ ასე გაუბედურებული. სოფელს პატრონობა და სიყვარული აგლია. სოფელს მოვლა უნდა. ახალი მემარჯვენეები. საარჩევნო კანონმდებლობით დაწესებული შეზღუდვებით შეიძლება. 3 წლით აღეკვეთოს თავისუფლება თუ პოლიტიკურ პარტიისგან ან მასთან დაკავშირებული პირისგან მიიღე ფინანსურ დახმარებას. ვეღარ მიიღოს ცესხი ბანკისგან თუ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული პირად მიგიჩნევენ. შეგეზღუდოს შემოსავლის წყარო თუ გამოთქმის მოსაზრებას რომელიმე პარტიასთან დაკავშირებით. გაკონტროლდეს შენი და შენი ახლობლების შემოსავლები და დაგიყადაღო მქონება თუ კონტროლის პალატა პოლიტიკურად აქტიურ პირად მიგიჩნევს. ნურავის მისცემ უფლება შეცდომაში შეგიყვანოს. შემოერთი სამოქალაქო მოძრაობას, ეს შენ გეხება. სოფლის ტრაქტორი კომუნისტების დატოვებული წელს აყიდინეს სოფელს. გინდა თუ არა ჯარში უნდა წევიღოთ და იზოლებული გავხდით სოფელი ოუკრიბეთ ტრაქტორის ორ-ორი კაბიკი და დავტოვეთ ტრაქტორი სოფელში. პლუს 300 ნეუტ პროდუქტები ისე გააძვირეს. 1 ლიტრა სალიარკა ღირდა 30 თეთრი, დღეს კი 2 ლარ ნახევარი ღირს. წარმოიდგინეთ, როგორ უნდა გაძლოს ადამიანმა. სოფელში დება მექანიზაცია, სასუნქები დაბალფასი და შხამქიმიკატები, რომ ადამიანმა შეძლოს მოსავლის მოყვანა. სოფელს პატრონობა და სიყვარული აგლია. სოფელს მოვლა უნდა. ახალი მემარჯვენეები. ცხელი ხაზი ბრუნდება ეთერში დღევანდელი ნამდვილად ცხელი თემით და სტუდენტური დებატით. დაჩი გუბაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი არის ჩვენი სტუმარი და ასევე ლევან ლორთქიფანიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სტუდენტი, ესე ვთქვათ, რომ მიხვდეს მაყურებელი რაშია საქმე. თქვენ არ წარმოადგენთ თვითმმართველობას. ძალიან ისეთი ცხარე დებატები იყო და ბევრი კითხვა დაგროვდა ბატონ დაჩისთან. მანამდე მინდა მაყურებელს შევახსენო, რომ ჩვენი სტუდიის ნომრებია 2922 115 2922 116. ბოდიშს მოუხდით მაყურებელს თუ ბევრი ზარი ვერ გაგვყავს, რადგან ძალიან ბევრი თემა არის მნიშვნელოვანი დღეს და გვინდა რომ მოვისმინოთ უშუალოდ სტუდენტებისაგან. მათი დამოკიდებულება არიან თუ არა საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან. ასე ჟღერს დღეს ჩვენი ინტერაქტივის კითხვა. ამ დროისთვის 961 ადამიანი პასუხობს, რომ დიახ, სტუდენტური თვითმმართველობები თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენისაგან. 992 ადამიანი პასუხობს Facebook-ის გამოკითხვაში, რომ არ არიან ისინი თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან და 50 ადამიანს უჭირს პასუხის გაცემა. კომენტარების უმრავლესობა ბატონო დაჩი თქვენთვის რამდენად სამწუხაროდ არ უნდა იყოს, ძალიან კრიტიკული არის და აი ვეცადე მომეძებნა კომენტარი, რომელიც მხარს გიჭერდათ და მხოლოდ ერთი აღმოაჩინე ჯერჯერობით, თუმცა იმედია იაქტიურებენ თქვენი მხარდამჭერები. თქვენთან იყო რამდენიმე კითხვა. საუბარი და ჩაინიშნეთ მგონი კიდეც, ხო? თუ შეიძლება რომ გითხრათ კითხვები ისევ შეეხება დღევანდელ მომხდარ ფაქტებს, მაგაზე ვისაუბრებ და შემდეგ უკვე თქვენ დამისვათ კითხვას ალბათ დასაქმებასთან დაკავშირებით. კარგი, დღევანდელ მომხდარ ფაქტზე საბოლოოდ ვამბობ კიდევ ერთხელ ჩემს სასრს. პირველი იყო ის, რომ რექტორმა რატო არ მოახდინა რეაგირებაო. რექტორის რეაქცია ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ Facebook-ზე ციკლოთ არის ის, რომ გმობს მომხდარ ფაქტს და როგორც ალბათ ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი სასტიკად ეწინააღმდეგება ფიზიკური ანგარიშის სწორებით ერთმანეთში რაღაცის გარკვევა სტუდენტებს შორის
დანარჩენს ადეკვატურად გაიგოვა და აუცილებლად ყველა გაიგებს. რექტორი ვერცვერავის დაიჭერს და ვერცვერავის რაღაც წინააღმდეგ საქმეს ვერ აღწევს. რაც შეეხება თვითმმართველობას ანალოგიურად ვერ აღძრავს ვერავის წინააღმდეგ საქმეს და ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტი არის ის, რომ თუ ეს სტუდენტი მართალია მტყუანია მნიშვნელობა არ აქვს, არის სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელი და მსგავს რამეში ურევია, იმან დაატოვოს სტუდენტური თვითმმართველობა. მარტო დატოვება არ შემოკარგო ამას. ძალიან ხო პასუხი იმაზე, რაც დაასწავლეს. ბატონო და ჭიც მაინტერესებს თქვენ ძალიან ლევან თუ შეიძლება თქვენ ძალიან ცივად საუბრობთ იმაზე, რომ ეს ფორმალურად ყველაფერი რიგზეა. მაინტერესებს თქვენი აზრით, რატო არის ამდენი უკმაყოფილო სტუდენტი თვითმმართველობით უნივერსიტეტში? მე მაგაზე შემიძლია პროცენტული თვალსაზრისით გესაუბროთ. სტუდენტური თვითმმართველობა ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური სტუდენტური ორგანიზაცია უნივერსიტეტში. რატომ დღე კარგავს ლეგიტიმურობას? სტუდენტური თვითმმართველობა ირჩევა ფარული კენჭისყრის საფუძველზე 2 წელიწადში ერთხელ, სადაც ნებისმიერ სტუდენტს აქვს მონაწილეობის უფლება. შესაბამისად, ლეგიტიმაციის ხარისხის თვალსაზრისით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა დღეს უნივერსიტეტში მოქმედ ნებისმიერ სტუდენტურ ორგანიზაციაზე გაყალბების ფაქტებზე რო იყო ასევე საუბარი, ესეც როგორ არ მოგვიყვება საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურად დაიჭრა წარმომადგენლობითი ორგანო ჩვენთან გადასარევი არჩევნები ტარდება ზოგადად. ეხლა დაუბრუნდებით სტუდენტურ თვითმმართველობას. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც აქვს ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი. იმიტომ რომ მესამე მოწვევის ანუ დღეს მოქმედი სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნებში იღებდა 8000 სტუდენტი მონაწილეობას, რაც არის ჩვენი უნივერსიტეტის 40%-ზე მეტი. შესაბამისად 8000 სტუდენტიდან 110 მანდატზე გავიდა 109 ერთიანი სტუდენტური მოძრაობა, 107 გავიდა. 107 თქვა, არ გეცნობათ სახელი ერთიანი სტუდენტური მოძრაობა. რაღაცა გარგაბონე? ძალიან პოლიტიზირებული. ძალიან პოლიტიზირებული. კარგით. ხო შეიძლება ავტონომიო რა კითხვა პასუხი. ძალიან და სხვა და ამას არ დასრულებთ 1 საათი ვარ. დავასრულეთ ყველი შეიძლება ვიყო მე, ამიტომ მოკლედ პასუხოთ. მოკლედ პასუხეთ იმას. ბატონო, დაეცით. რა გავიწყდებათ რომ ჩვენ ვარ რეგულირებთ მაგას ბატონ და მომართავთ აუცილებლად თქვენ სიტყვას მოგცემთ. შესაბამისად, რატო საუბრობ სტუდენტურ თვითმმართველობას? სტუდენტურ თვითმმართველობის მიერ დღეს ორგანიზებულ პროექტებში მე შემიძლია ჩამოგითვალოთ ციფრებით გესაუბროთ. ჩვენი სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ პროექტებში მარტო წინა სემესტრში დაახლოებით 35000 სტუდენტი იღებდა მონაწილეობას. ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს 18000 სტუდენტი. 18000 სტუდენტი თუ არის უნივერსიტეტში და აქედან 35000 იღებდა მონაწილეობას, ეს იმას მე 18-დან იღებდა 35 არაერთხელ ჩართული სტუდენტურ პროექტებში. მე ჩამოგითვლით პროექტების რაოდენობას. კულტურის დეპარტამენტმა მარტო წინა სემესტრში განახორციელა 99 პროექტი. განათლების დეპარტამენტმა 121 პროექტი განახორციელა, რომელშიც ერთ-ერთშიც ბატონი ლევანიც იღებდა მონაწილეობას და ძალიან მოხსენებელი იყო ჩვენი საკანონმდებლო პროექტის. არა, იყო ანუ სტუდენტურ თვითმმართველობის ერთ-ერთი ფუნქცია სტუდენტების ინტერესების წარმოსადგენა. ჩვენი სტუდენტების ინტერესების წარმოსადგენა, რასაც ეგამაგებინეთ. ლევან, თუ სინქრონულად ვისაუბრებთ, მაგალითად ვერაფერს ვერ გაიგებს ჩემს. ერთი შეკითხვა. კარგი, ისე ხო იგია. ერთი შეკითხვა. რა ჩემი ინტერესი არ არის ის, რომ უნივერსიტეტში მქონდეს მაღალ დონეზე აღჭურვილი ლაბორატორიები. ჩემი ინტერესი სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი რო ვარ. არ არის ინტერესი რომ მქონდეს სამედიცინო კლინიკა, საუნივერსიტეტო კლინიკა. მე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ინტერესი არ არის რომ მქონდეს მაღალ დონეზე აღჭურვილი ბიბლიოთეკა. ჩემი ინტერესი არის ისიც, რომ მე უნივერსიტეტში უსაფრთხოების განცდა მქონდეს. ჩემი ინტერესი და მრავალი უამრავი სტუდენტის ინტერესია ისიც, ძვირფასო მეგობრებო, რომ თქვენ არ გვიქმნირეთ პრობლემებს და თქვენ აი ამ უამრავ პრობლემას, რომელიც ახლა ჩამოგთვალეთ, კი გაგქონდეთ საზოგადოებრივ ასპარეზზე, გამოგქონდეთ დღის ჯუგზე და აკეთებდეთ ყველაფერს, რაც თქვენ რესურსებში არის. კომკავშირზე ვისაუბრო რა. ეს პრობლემები კომკავშირზე ყველაზე ხშირად ბრალკონი არაფერი მართულებით ისმის ხოლმე მე მგონი არ იქნება ლევანის დათქვამის შემდეგ. არა, მოგებიანია, ზუსტად მინდა კომკავშირზე ვისაუბრო. რას აკეთებთ იმისთვის, რომ მე როცა ინგლისური ჩამომიყალიბე ერთი კითხვა. ხო და პასუხი რას აკეთებთ არაფერს არ აკეთებ და კრიმინალზე ხარ. ანუ კითხვასო და პასუხსაც შენს. პასუხსაც და ჩემ ინტერპრეტაციას თავაზობ და შენ მოდი მე წავალ, იმიტომ რომ კითხვებს შენსო პასუხს შენს თვითონ. კარგით, გაიცით ბატონო დაჩი პასუხი. რას აკეთებს სტუდენტური თვითმმართველობა იმისთვის, რომ თვითმმართველობას აქვს შესავლის მიზნები. მოდით ვისაუბროთ რა არის სტუდენტური თვითმმართველობა. არა, ერთი წუთით. ბატონო დაჩი ძალიან პასუხს რას აკეთებს? კი ბატონო, სტუდენტური თვითმმართველობის მიზნები არის სტუდენტების უფლებების დაცვა,
სტუდენტებისთვის ასევე თავისუფალი რასაც შეიძლება ჩაგეთ არის როცა მცემენ ჩემი ინტერესების დასაწყისი ცინიკურ დამოკიდებულება ცოტა როცა უკვე მერამდე რიჯერცენ ბატონო ლევან არ არის ეს ინტერესი მარტივად ბოლო პერიოდში გაიზარდა სწავლის გადასახადი ასაგებია გახმაურებული თემა. ძალიან ბევრი სტუდენტია პროტესტებს. სწავლის გადასახადი საბატონოში არ გინდა. თქვენ მიიღეთ მონაწილეობა აქციებში, აი მაინტერესებს სტუდენტურმა თვითმმართველობამ თუ მიიღო მონაწილეობა აქციებში, რომლებიც აპროტესტებდნენ სწავლის გადასახადის. მე მაშინ სტუდენტურ თვითმმართველობის წევრი არ ვიყავ. არა, ეხლა პირველ კურსზე ვიყავ. ეხლა გეტყვით, დავთავაზეთ თუ გაიტანეთ რაღაცას ვამბობ ისეც რომ აბა გითხარი. ბატონო დაჩი როდესაც გაიზარდა 2250 ლარამდე სწავლის გადასახადი, ეს სწავლის გადასახადი გაიზარდა იმ სტუდენტებსაც, რომლებიც ადრე როდესაც ჩაირიცხნენ პირველ და მეორე კურსზე, როდესაც სწავლობდნენ, მათ ჰქონდათ 1500 ლარი. სტუდენტურმა თვითმმართველობამ ამასთან დაკავშირებით შეაგროვა ხელმოწერები, პროტესტის, ასე ვთქვათ, ძირითადი გამოხატულება, რომელიც სტუდენტებისგანაც მოდიოდა, იქიდან გამომდინარე სტუდენტური თვითმმართველობა არის მედიატორი სტუდენტებსა და ადმინისტრაციასა და აკადემიურ პერსონალს შორის. მოახდინა მათი შეხვედრის ორგანიზება რექტორთან, როდესაც შეგროვდა ხელმოწერები და ცივილური ფორმით სტუდენტებმა გამოხატეს პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის სამართლიანი სტუდენტს თუ 1500 ლარიანი ხელშეკრულება აქვს, ზე აქვს ხელი მოწერილი, მას 2250 ლარი გადაახტევინოს შემდეგ სწავლის საფასურის გაძვირებიდან გამომდინარე, მათ აუდგინეს ის 1500 ლარი. რაც თავიდან ქონდა 2250 ვისაც 2250 ლარი აქვს ახლა. მე შემიძლია გესაუბროთ ლაბორატორია 1918-ის შესახებ, ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც ხშირად აკრიტიკებს სტუდენტურ თვითმმართველობას. მე მივესალმები ყველანაირ კრიტიკას. ლაბორატორია 1918-ის კრიტიკასაც დიდი სიამოვნებით ვისმენ ხოლმე და ვცდილობთ მაქსიმალურად თუ რაიმე ისეთი სამართლიანი და გამოსწორება. სწავლის გადასახადზე გავწევს, ხო გაინტერესებს ლევან. 1500 ლარად გაიზარდა. 1500 ლარი, კარგი, თქვათ ეს გააკეთეთ და გასულ ამბავი. ხო გაინტერესებს, რას ვაკეთებ? უამრავ ადამიანს აქვს პრობლემა. დღეს რო სამად იყო გადასახადი დააყოფილი. დანარჩენებისთვის რას აკეთებ? როცა დღეს ადამიანებს მოულოდნელად პოსტფაქტუმ ბატონო დაჩი, პოსტფაქტუმ შეაფობინეთ სტუდენტებს ის, რომ მათ სამ ნაწილად გადანაწილებული თავიანთი გადასახადი უნდა გადაეხადათ ძალიან მალე და ის სამჯერადი გადანაწილება აღარ უნდა ყოფილიყო. ასე რომ ან რა მოხდა, სტუდენტებს მოუწიათ ძალიან საჩქაროდ და პოსტფაქტუმ მოეგროვებინათ ფულით და თავისუფლად განსაზღვრელად არ იცოდნენ მათ რომ ეს ფული ექნებოდა და აი ამ თვეში გადასახდნენ და ეხლა მოუწიათ ამის გადახდა. უამრავმა სტუდენტმა ეს ვერ მოახერხა და თქვენ აი ამაზე რო გაგეკეთებინათ რეაქცია, ამაზე რო ყურადღება ჩვენ ამ სიუჟეტში გაგიჯერებით თქვენ და ბატონო 1500 ლარიანი ხელშეკრულება რო დააკვირდეს ბატონო და ჩვენ თქვენი წარმომადგენელი ძირითადად გაუგზავნა მერვე კი არა 22 სემესტრი. კარგი, მაგ თემაზე ვისაუბროთ ერთი წამი. ბატონო არუსმეთ ხოლმე. და არა სხვას. ესეთი გულანტებული და შეწუხებული რო არის კაცო. ზედმეტად პოლიტიზებული და დრამატიზებული. კარგი, ჩვენ გვაქვს სიუჟეტი, ძალიან ხო და ამ ცხოვრებაში ბევრი კარგი რაღაცა ხდება, ახალგაზრდა ბიჭი ხარ, შეგიძლიათ ცხოვრებით ისიამოვნოთ, ნუ ხარ თლიანი. გაიცი გაჩიმ რომ მე ცხოვრებით არ სიამოვნო. ეს არ შეიძლება ლევან, ნუგელაო და ამ ძალიან გქონდა ამ ჩვენ პოლიტიკოსებს და დაიმსგავსებით და ერთმანეთს აცალეთ ახალგაზრდები ხარ და ხო, თქვენ გაქვთ უნიკალური შანსი. ერთი შანსი ის არის სიუჟეტის დროს იკამათოთ თუ მაინც და მეც სინქრონულად ეს ერთი მეორე უნიკალურ შანსსაც გაძლევთ უყუროთ სიუჟეტს და სიუჟეტის მერე განვაგრძოთ დებატები. უგმესო რომ წინ გველის არაჩვეულებრივი როგორც ვატყობ და ძალიან საინტერესო უგრძესი ღამე და ჩვენ შეგვიძლია მიმსჯელოთ და ვიკამათოთ როგორც ეთერში ასევე ეთერში მიღმა. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ახალგაზრდები ბრძანდებით ორივე. გმადლობთ. თავისებური ესე ვთქვათ უნარჩვევებითა და განვითარებული ნიჭით და ვისაუბრებთ. მაგრამ კი გავიგოთ არის თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და პირველ რიგში მმართველი პარტიის გავლენისგან. ცდილობს თუ არა ნაციონალური მოძრაობა სტუდენტების მართვას თვითმმართველობების მეშვეობით და წარმოადგენს თუ არა კარიერული წინსვლის საშუალებას თვითმმართველობის წევრობა. თვითმმართველობის ყოფილ წევრთა სამთავრობო და წინააღმდეგობის მოკლე მიმოხილვა ვიხილოთ ცოტნე გეგეჭკორის სიუჟეტში. აქ ხარ? გიო, ხვალ შენ და დავითა ორზე მოდით. იურისტების თათბირია და სტუდენტურ დასაქმებაზე იქნება ბაზარი და ჩაგწერთ რა, მეც იქ ვიქნები. მადი, სადაც ვეწერებოდი თქვენს გარეშე, 20-დან არ იწყება რეგისტრაცია? არ იცი რა, ანუ ეს კარგი ადგილების თემაა, თორე ისე ჩაეწერე დამლაგებლად და იყავი. აუ, ჩავიწყვიტე ხმა გავჩუმდი. ხომ ხვალ.
მაგას რატომ მეკითხები შეჩემა? მესიჯი დაგეტოვებინა გიო ხვალ აქადააკ ამ საათზეო და მეც მოვიდოდი. იასნად მანდვარ. ხო რა, მეც კაი ტიპი ვარ. საუბარი, რომლის ამსახველი ფოტოთ სოციალურ ქსელ Facebook-ზე გავრცელდა სტუდენტური დასაქმების პროგრამას ეხება. გავრცელებული მასალის მიხედვით საუბარი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 სტუდენტს შორის შედგა. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის ერთ-ერთი წევრი, რომლის სახელდაგვარსაც ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ, თავის მეგობარ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში კარგ სამუშაო ადგილზე ჩაწერას პირდება. როგორც ირკვევა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამ დასაქმების პროგრამაში სტუდენტების აქტიური ჩართვის მიზნით თვითმმართველობაში შეკრებაც გაიმართა. ამ შეკრების შესახებ არაფერი სმენია უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე ნაწილს. მათი ინფორმაციით დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ სპეციალურ ვებგვერდზე რეგისტრაციაა საჭირო. თუმცა ისინი ფიქრობენ, რომ თუ ამ პროცესში სტუდენტური თვითმმართველობაა ჩართული, დასაქმების პროგრამაში მათ მონაწილეობის საშუალება არ მიეცემათ. არ ვიღებ მონაწილეობას ამ კონკურსებში იმის გამო, რომ წინასწარი განწყობა მაქვს ისეთი, რომ აზრი არ აქვს, ანუ არ იქნება არანაირი შედეგი ჩემთვის მისაღები, ანუ უარს მეტყვიან. ან თუ იქნება მისაღები შედეგი, ეს იმის გამო იქნება, რომ პიროვნებები, რომლებსაც განსხვავებული აზრი აქვთ უნივერსიტეტზე ზოგადად, რაც მოთაფლის გამო დაეხმარონ მაგალითად და შესთავაზონ დახმარება და რაც შეიძლება პრივილეგიების კი მიანიჭონ ამის გამო. თუმცა აქ რეალური პერიკეტი ამის ამობების დასარეგულირებად ახდენს თავის ნაცნობების და ახლოვერი პირების ჩართვას ამ საქმეში. ამ პროგრამების უბრალოდ მეუბნეთ ვიყავდი რომ ეს არის სისულელე, იმიტომ რომ ნებისმიერ შეუძლია შემოვიდეს ჩვენთან სტუდენტურ თვითმმართველობაში და გააკეთოს თავის საქმიანობაში, ჩვეულებრივად ჩაერთოს ჩვენს აქტივობებში, თვითონ გააორგანიზოს სხვადასხვა სახის ღონისძიებები და სულაც არ არის ამისთვის საჭირო უჭერდეს მხარს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას. გარდა ამისა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტის აპარატის უფროსი სოფო ჩიტაძე ამბობს, რომ თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანოა. ის არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ექვემდებარება. მე მგონი სტუდენტები თავის თავს თვითონ მართავენ ჩვენს დღევანდელ საქართველოში, ან არავის მართვა არ სჭირდება და მით უმეტეს სტუდენტური თვითმმართველობა არ მართავს არანაირ სტუდენტობას. სტუდენტური თვითმმართველობა არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ჩვენს უნივერსიტეტში, რომელიც ირჩევა თვითონ სტუდენტების მიერ 2 წლის ვადით და ჩვენ წარვადგენთ სტუდენტობას სხვადასხვა ღონისძიებებით. სტუდენტური თვითმმართველობა არის აპოლიტიკური ორგანო, ანუ არ მიეკუთვნება რომელიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას და შესაბამისად არ ექვემდებარება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ან ასე შემდეგ. არის თუ არა სტუდენტური თვითმმართველობა ხელისუფლების ბერკეტი ახალგაზრდების სამართავად? ამ კითხვაზე უნივერსიტეტის სტუდენტთა ერთ ნაწილს დადებითი პასუხი აქვს. თვითორგანიზებადი ჯგუფის ლაბორატორია 1918 წევრებს მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტის თვითმმართველობას მკვეთრი იერარქიული სტრუქტურა გააჩნია და ის ხელისუფლებაზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, მისი მართვა ხდება ვერტიკალურად ზემოდან ქვემოთ. მხოლოდ არსებობენ პრივილეგირებული წრეები, რომლებიც ძირითადად განსაზღვრავენ თვითმმართველობის ზოგად აქტიურობას, რომელიც არ მოდის თანხმედრაში ზოგადად სტუდენტობის სურვილები. თვითმმართველობის წევრი თუ გავხდები, მაშინ მომიწევს შევიცვალო ჩემი გარკვეული შეხედულებები. მე ესე მგონია, რომ ესე მოხდება. ამ გარკვეული შეხედულებები პოლიტიკურ გარემოსთან დაკავშირებით, რომლებიც ჩემი აზრით გადამწყვეტი. აქედან გამომდინარე, მე თუ ვიტყვი უარს ჩემს შეხედულებებზე, მაშინ ჩემი აზრით არანაირი პრობლემა არ იქნება თვითმმართველობაში შესვლა. ხელისუფლება დღევანდელი პოლიტიკური ძალა იყენებს თვითმმართველობას და ზოგადად ასეთ ორგანოებს ახალგაზრდობის სამინისტროს, რათა ასე ვთქვათ სტუდენტები ყავდეს ერთ მუჩში, აკონტროლოს მათი სურვილები, მათი საქმიანობა. მე აზრით, როდეს დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ხელისუფლება აკონტროლებს თითქმის ყველა სფეროს, მისთვის აუცილებელია ალბათ აკონტროლოს სტუდენტობაც, ახალგაზრდობა, იცოდეს რა სურს მას და სხვათა შორის არ აფიქრებინოს იმაზე, რაც არის მისთვის სასარგებლო ალბათ. ჩვენი ჯგუფიც ლაბორატორია 1918-იც ზუსტად ამას გამოხატავს. რა სურს სტუდენტს დღეს, რა ხდება სოფლიოში სტუდენტების გარშემო და ალბათ ხელისუფლებაც ერევა ამ ჩვენს საქმიანობაში და ცდილობს სტუდენტების ეს სურვილი გადაიტანოს სხვა თემაზე. როგორც სტუდენტები აცხადებენ, თვითმმართველობის ყოფილი თავმჯდომარეები და წევრები ხშირ შემთხვევაში უნივერსიტეტიდან წასვლის შემდეგ სახელმწიფო სტრუქტურებში მაღალ თანამდებობებზე გვევლინებიან.
სტუდენტთა ნაწილის განცხადებით, ეს არის ჯილდო, რომელსაც თვითმმართველობაში ყოფნის პერიოდში ისინი ხელისუფლების ერთგულების სანაცვლოდ იღებენ. სხვა თემა დღევანდელ საქართველოში არის დააჯილდოვოს მეორე ნაწილი სტუდენტებისა. დააჯილდოება ხდება იმით, რომ მისცემს მას ფულს, დააფინანსებს მის მგზავრობას უცხოეთში, მოიაროს სხვადასხვა ქვეყნები და დააწინაუროს ისეთ თანამდებობებზე, როგორიც ახალგაზრდობის სამინისტროში წამყვანი თანამდებობები და ასე შემდეგ. ჩემი აზრით ხდება ასეთი რაღაცები საქართველოს. პრეზიდენტები, ვინც ყოფილან ან წინა დიდი თანამდებობის პირები თვითმმართველობაში, დღეს არიან ხელისუფლებაში კარგ თანამდებობებზე და ეს გარემოება გვაძლევს ძალიან ზუსტი ვარაუდის საშუალებას. მე ვერავის ვერ გავიხსენებდი ჩვენი სტუდენტების თვითმმართველობიდან, ვინც ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია მმართველი პარტიის, მაგრამ რაც შეეხება ტრამპლინს, კარგი კადრი მე მგონი ყოველთვის ყველგან საჭიროა და ყოველთვის მოთხოვნადია და ჩვენ დღეს ქართული ახალგაზრდობა ვაცხადებთ მზადყოფნას. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ღიად დაუჭიროთ მხარი მიხეილ სააკაშვილს. რადგან მიგვაჩნია, რომ 5 იანვრის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი არის უალტერნატივო ლიდერი. გიორგი ავალიანი 2006-2008 წლის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი იყო. სანამ მას პრეზიდენტად აირჩევდნენ ის პოლიტიკური პარტია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ისანის სამგორის რაიონის ახალგაზრდულ მოძრაობას ხელმძღვანელობდა. უკვე მას შემდეგ, რაც მან 2008 წელს სტუდენტური თვითმმართველობა დატოვა, ის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულ გუბერნატორის ადმინისტრაციაში რეგიონალური განვითარების სამსახურის უფროსად ინიშნება. ერთი წლის შემდეგ ის გუბერნატორის მოადგილე ხდება. დღეს კი გიორგი ავალიანი საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის ლადო ვარძელაშვილის მოადგილეა. ავტომობილი, რომელსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, სწორედ მინისტრის მოადგილეს წარსულში სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარეს გიორგი ავალიანს ეკუთვნის. სამინისტროსთან ამ კადრების გადაღებისას შესაქმიანობას რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი აკვირდებოდა. მათ ჩვენს კითხვებზე ასეთი რეაქცია ჰქონდათ. კაცი გეონე სალამ ლამაზი ხარ რა? მე მუქრებით? სულ არ მაინტერესებს თამაშობელი ვარ, მაგრამ არ მაინტერესებს ისე საუბრები რა. ჰა? სპორტში ვარ, აქ დაბლა კალათბურთში. სამინისტროს შენობასთან შემთხვევით ჩვენ გიორგი ავალიანის თვითმმართველობის პრეზიდენტობის პერიოდში ამავე თვითმმართველობის წევრ სალომე ბენიძეს გადავეყარეთ. მაინტერესებს სამინისტროში რა თანამდებობას იკავებთ? სამინისტროში რა თანამდებობა გიკავიათ და იყავით თუ არა სტუდენტთა თვითმმართველობაში უნივერსიტეტში? იყავით თუ არა უნივერსიტეტის თვითმმართველობაში, რომ გიპასუხოთ? სალომე ბენიძე დღეს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორია. მას სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში აპარატის უფროსის თანამდებობა ეკავა. აქტიური და წარმატებული მუშაობისათვის ის მინისტრმა ლადო ვარძელაშვილმა ღირსების ორდენითაც დააჯილდოვა. ღირსების ორდენები და მედლები, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს მოქალაქეებს განსაკუთრებული წვლილისა და წარმატებული საქმიანობისთვის, სამინისტროს 7 თანამშრომელს გადაეცა, მათ შორის სალომე ბენიძეს, სამინისტროს აპარატის უფროსს. თორინგეს ჩაწერა გვინდა. მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელს ამჟამად მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილესთან თორნიგე ხუციშვილთან ინტერვიუ შეთანხმება ვთხოვეთ. თუმცა უშედეგოდ. მერიის თანამშრომელი აღარ დაგვიკავშირდა მოგვიანებით მან არც ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა. თორნიგე ხუციშვილი სანამ საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე გახდებოდა მერიაში ახალგაზრდულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. კიდევ უფრო წარსულში, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის თავმჯდომარე გიორგი ავალიანი იყო, მას სპიკერის თანამდებობა ეკავა. მერიის ახალგაზრდულ საქმეთა მონიტორინგის გაყოფილებას ამჟამად თორნიგე ხუციშვილის ნაცვლად მისი მეგობარი და თვითმმართველობის ყოფილი წევრი გიორგი საღინაძე ხელმძღვანელობს. ამავე განყოფილებაში მთავარი სპეციალისტის თანამდებობა წარსულში სტუდენტური თვითმმართველობის კიდევ ერთ წევრს აკაკი სტურუას უკავია. მოგხედავ. ცხელი ხდება ეთერში არ გაწყვეტილა სიუჟეტის დროსაც დებატები. შეგახსენებთ, დღეს ცხელი ხაზის ეთერში მუშაობთ მე ნინო რობაქიძე, ალექსანდრე ელიაშვილი და დაჩი გრძელიშვილი. სხვათა შორის სიუჟეტის მსვლელობისას ლევანმა მითხრა, რომ აგერ ნახავო, დაჩიო არჩევნებში, ხა საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალურ მოძრაობამ თუ გაიმარჯვაო, დაჩისაც ვიხილავთო სამთავრობო
თანამდებობაზეო და ასე იქნება. და ერთმა დაიფაროს თქო, ეგეც დავამატე. თუ გამორიცხავ ესეთ რამეს, აი ოღონდ გულწრფელად მითხარ. ჯერ მე სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ვარ. შესაბამისად ვარ, მოკლედ პირადად მეც. აი ესეთ რამეს გამორიცხავ? მე ესეთ რამეს ზოგადად ჩემს მომავალში პოლიტიკაში წასვლას ნამდვილად არ გამორიცხავ, მაგრამ დღეს მე ნამდვილად არ ფიზიკოსი ვარ, სწავლობ. ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია პოლიტიკაში წასვლას. მაგრამ არ ძალიან დიდი შანსია ლევანის წავიდეს მაგისტრატურის პირველ კურსზე. ძალიან დიდი შანსია ლევანის წავიდეს და ნებისმიერ სხვა ვინ ნებისმიერ პოლიტიკაში არ არის. პრობლემა არ არის. ეხლა მაქვს კითხვა, ძალიან კონკრეტული კითხვა. არა, რატომ მიდიან ეგ არ არის ჩემი კითხვა. ჩვენ ვხედავთ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა ერთი მხრივ ჩვენ ნახეთ გავიხსენეთ ერთ-ერთი არჩევნების საპრეზიდენტო, როდესაც აშკარად უჭერს კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას მხარს და აცხადებს ამას და არ მალავს. 2007 წელს ხდებოდა რა ხო? არ აქვს მნიშვნელობა. 2007 წელს კი 2007 წლის გავიხსენეთ. შემდეგ არა, ნინო, ბოდიში გაწყვეტინე, მან ძალიან კარგად არის ნათქვამი, ეს არის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ახალგაზრდული შტაბი და არა სტუდენტური თვითმმართველობა. სადაც არიან თვითმმართველობის წევრები, ერთი წუთით ლევან თუ შეიძლება გასცდოს თვითმმართველობის წევრები. მაშინდელი თვითმმართველობის წევრები, რომლებიც შემდეგ აღმოჩნდნენ სამთავრობო პოსტებზე. ეხლა მე მაინტერესებს, მართლა მაინტერესებს. ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვთქვათ და ამაზე ვისაუბროთ. თუ ვთქვათ ევროპაში სტუდენტური თვითმმართველობები და ჩვენ ესეთი შემთხვევები გვაქვს ძალიან ბევრი, უბრალოდ იმდენად ცხარეა კამათი რომ ვეღარ ვასწრებთ კიდევ ორი სიუჟეტის შეთავაზებას მაყურებლისთვის. თუ აფინანსებენ ევროპაში სტუდენტური თვითმმართველობები საპროტესტო აქციებს სტუდენტებისას, ეს იქნება ხელისუფლების წინააღმდეგ თუ იმის სასწავლებლების ადმინისტრაციების წინააღმდეგ სხვადასხვა მოთხოვნებით აქციებში არიან აქტიურად ჩართული სტუდენტური თვითმმართველობის შემთხვევაში საქართველოში გვაქვს განსხვავებული სურათი. სტუდენტური თვითმმართველობა თქვენ ამბობთ, რომ მედიაციის საშუალებით ცდილობს მოაგვაროს სტუდენტური პრობლემები, მაგრამ როდესაც სტუდენტებს აქვთ პრობლემა და გამოდიან აქტიური მედიაციას ვერავინ არ ხედავს, ეს აქტიური ლევან თუ შეიძლება აქტიური პროტესტით გამოხატავენ თავიანთ აზრს, მაშინ სტუდენტური თვითმმართველობა არასდროს არ ერთვება ამაში. რა არის ამის მიზეზი რომ გითხრათ? ძალიან საინტერესო კითხვა. პირველი ეს სიუჟეტი იმედი არ მიწყეთ, მაგრამ ცოტა ის ცალმხრივად იყო მომზადებული რა, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი კომენტარი იყო. ჩვენ სიუჟეტს მაყურებელი შეაფასებს. ჩვენი თვითმმართველობის წარმომადგენლის, როდესაც 4 კომენტარი იყო ლაბორატორია 1918-ის წარმომადგენლის. ლაბორატორია 1918, ეს არის ორგანიზაცია, რომლის ძირითადი აქტივი დაკომპლექტებულია სოციალ-დემოკრატებით, რომლებიც ახლა დღეს უკვე მისგებასთან არიან ძალიან ახლოს. ესენი არიან სტუდენტები, რომლებიც ძირითადი ნაწილი ესენი არიან სტუდენტები, რომელთა ძირითად მიზანს წარმოადგენს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დაასახონ, რომ არის პოლიტიზირებული ორგანო და აი ეს ძველი 2007 წელს თქვენ ხართ რაიმე პოლიტიკური პარტიის წევრი? არა, თუ შეიძლება არა პოლიტიკური პარტიის წევრი, მე არ ვარ ქრისტიან-დემოკრატობას აბრალებს თქვათ, ანუ ეს ქრისტიან-დემოკრატობას არა, სოციალ-დემოკრატობა. სოციალ-დემოკრატობა. ხარ აბრალებს ისინი მართლა არიან და დღეს უკვე ბიზნესიანებთან არიან ძალიან ახლოს. მათ იციან თავიანთი საქმის, მაგრამ არაფერი არ მოხდა რა, რატო ამბობი ხამას, მაგასაც გეტყვი. არ ვარ სააკაშვილთან ახლოს შემოყარ. კი, მთავრობასთანაც ვარ ახლოს და კიდე ტერორისტებთან ვარ ახლოს და კენედი მოვყარ კიდე მე. ის ნინო ის რაფია აქ რაზე ვახვილებ თქვენს ყურადღებას ის ვინც თქვენ სიუჟეტში ყავდათ მათ ძირითად მიზანს წარმოადგენს თვითმმართველობა წარმოაჩენენ პოლიტიზირებულ ორგანოს გასაგები ამიტომ მე გეკითხები თვითონ არიან პოლიტიზირებულები მე არ მაინტერესებს შემოგარგო ეს პოლიტიკა და მე მისვამთ კითხვის პოლიტიკას ძალიან გისურვით რაც ეხება იმას ვინც წავიდა აი რატო წავიდა როგორ წავიდა რომ როტარდება მასშტაბური აქციები რატო არ ერთვებიან სტუდენტურ თვითმმართველობებს დღესაც ძალიან მაგრად ცდილობენ თვითმმართველობის პოლიტიზირებას და მომავალშიც მაგრად შეესწრებენ მაგრამ თუ ეს არის არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის საწინააღმდეგო ან პოლიტიკური ფიგურის ხარდასაჭერი აქცია და არის ზოგადად სახელმწიფო მნიშვნელობის ღონისძიება რომელიც პატრიოტული ხასიათის არის მაგალითისთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს როდესაც აბსოლუტურად პირველები ვიყავით ჩვენ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები რომლებიც იგოვეთში ჩავედით და დავდექით იქ სადაც იყვნენ ეხა ბატონო დაგაწყვეტინე პოლიტიკის დასაფიქსირება მაგის შემდეგ სარკოზობაზე წავიდით აგვისტოს 5 დღის გადაღება არის სახელმწიფო მნიშვნელობის ისა სარკოზობა არის სახელმწიფო აგვისტოს 5 დღეზე აგვისტოს 5 დღის გადაღებაზე წავიდა ბევრი მიტყვის ამას რომ წახის არაზნუად ეს დღეს იმ ბიჭებს არაფერი მსგავსი ოთახთან და როგორც ისინი აცხადებენ ოთახში ხო ლოგიკურად კარგად აზრობენ ცაღი ჩამოყალიბებული ასმოდა რომ მე მასე ვიცი
თქვენ რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ, რომ სტუდენტურ თვითმმართველობას ამ უკვე რაღაც პროვოკაციული გზებით ესეთი გახმაურებული ბრალდებების შესაბამისად მიიყავს სტუდენტების სტუდენტურ თვითმმართველობის ოთახში და სცემს. დღეს ცემეს ის იმ ხალხს ცემეს თუ არა? იმ ხალხს კი არ ცემეს, დღეს მოხდა შეხლა შემოხლა. ვინ ისცემა, მაგას რომელიც საავადმყოფოს კაცი, დაჩი თუ შეიძლება მიზეზი იყო Facebook-ის რაღაც გაუქმება. ამას ხო დავფიქსე ჩემ პოზიციას. თვითმმართველობის წავაგები კომენტარი წავაგები. თინაყიფში კომენტარს წავიკითხავ, ძალიან მნიშვნელოვანია. ესე იგი, რამდენი სტუდენტი იღებს მონაწილეობას და რამდენ ღონისძიებას აკეთებთ, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. თვისებრივად თუ განვიხილავთ, სრული მარაზმია, რასაც აკეთებთ. კლავჭიდის ჩემპიონატს თუ ჩაატარებთ, ეგრე ვერ შეუწყობთ ხელს უნივერსიტეტში სტუდენტების გახმარებას. კაკულიძე, ლევა მებურიშვილიც და სხვების გურამ დოჩანაშვილი, მურმან ჯინორია, რატო ავახსენებთ მაგათ? ჩემ კარგო ჩვენს უნივერსიტეტში სწავლობს 18880 სტუდენტი. ყველას აქვს შესაბამისი ინტერესები. ზოგს ურჩევნია სპორტულ ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, ზოგს ურჩევნია საგანმანათლებლო პროექტებში მიიღოს მონაწილეობა. შესაბამისად თვითმმართველობა აკადემიის საგანმანათლებლო ღონისძიებებსაც, სპორტულ ღონისძიებებსაც მოყვილი ხარ რა, ძალიან ხო რა. და კარგისთვის დრო რჩება. აი ზუსტად ეგეც ძალიან კარგი კითხვა. ხშირად ვრცელდება ესეთი განცხადებები, რომ აი სტუდენტურ თვითმმართველობაში ძირითადად არიან ცუდი აკადემიური მოსწრების კონსულტანტები. მე ძალიან კარგი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ვარ და სტუდენტურ თვითმმართველობის კარი არის აბსოლუტურად ყველა სტუდენტისთვის ღია. შესაბამისად ჩვენ თუნდაც სწავლის ნიშნით სტუდენტების გამოყოფას არ მოვახდეთ, მაგრამ შეიძლება იყოს სტუდენტი, რომელიც შედარებით ცუდი აკადემიური მოსწრების არის, მაგრამ მას აქვს სურვილი დააორგანიზოს სპორტის ტურნირი და არიან ძალიან ბევრი სტუდენტები, რომელსაც ლევანი ციცნობს და წეღანაშვილის სტუდენტზე მესაუბრება და ორგანიზება გაუწიოს დიდი ბოდიში. ცუდ ფრაზას ხმარობთ ყოველ. რომელს ხო, შესაბამისად არსებობენ ყველანაირი კატეგორიის სტუდენტები თვითმმართველობაში დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე, რომელსაც აბსოლუტურად ორგანიზება გაუწიოს სპორტულ ღონისძიებებს, მაღალი აკადემიის სტუდენტები, რომელსაც აბსოლუტურად გაუწიოს აკადემიურ პროექტებს. მართლა მაინტერესებს. უნივერსიტეტი ხო არის აკადემიური დაწესებულება. ის მინდა მე რაღაც უთხრანი ნო. კი, აუცილებლად. აკადემიური დაწესებულება არის და თქვენ აუცილებლად ლევანი დაგოჩაგრა და ლევანს მივცემთ შემდეგ სიტყვას. უნივერსიტეტი არის აკადემიური დაწესებულება. სულ რომ წარმოვიდგინოთ უტრირებულად, რომ სულ 100 სტუდენტი იყოს აკადემიურ დაწესებულებაში და 100-ვეს ინტერესი იყოს ამ შემთხვევაში ვთქვათ ან 99-ის ინტერესი იყოს გართობა ვთქვათ ან ლელა კაკულიას მოწვევა ან გივის ხარულიძის ან გურამ დოჩანაშვილის არ აქვს მაგას მნიშვნელობა მე სხვა რაღაცას ვამბობ სტუმრების მოწვევა და ვთქვათ მათთან სხვა რაღაცას თუ შეიძლება და სპორტული ტურნირები არის თუ არა მთავარი პრიორიტეტი თქვენი თვითმმართველობისთვის აკადემიური ხასიათის პრიორიტეტი. ძალიან კარგი შეკითხვა, უღრმესი მადლობა. ამაზე მინდოდა არის ჩვენს პრიორიტეტს ჩვენი მიერ დახარჯული თანხების შესაბამისადაც წარმოადგენს აკადემიური პროექტების განხორციელებას ხარჯავთ. აქ რომ 131 პროექტი არის განხორციელებული საგანმანათლებლო, რომელშიც მინიმუმ 20000 სტუდენტს აქვს ჯამში მონაწილეობა მიღებული, ეს სწორედ ამაზე მეტყველებს და ის იაფფასიანი ბრალდებები, რაც ახლა თინაყიფშიძე თქვა რომ კლავჭიდში სტარდება, კლავჭიდში სტარდება, მინიფეხბურთში სტარდება, გასაგებია. ბიუჯეტზე მე მაქვს ინფორმაცია. ლევანი ეკოს მე ბიუჯეტზე. აი თქვათ მივესალმები აქედან თინაყიფშიძე შესანიშნავ ქალბატონს ძალიან კარგ გოგონას. მე მოგიყვანთ ჩემთვის ნაკლებად საინტერესო და ნაკლებად პატივსაცემი ჟურნალის ტაბულას მონაცემებს, რომლებიც დაახლოებით 1 წლის წინ გამოქვეყნდა. ეს არის და არ ამგონია რომ თამარ ჩერგოლეიშვილის მოტყუება ვინმე მგაბედოს თანამედროვე ქართულ საზოგადოებაში. ესე იგი დაახლოებით 9 მილიონამდე არის დაფინანსება ჟურნალ ტაბულას მონაცემებით თქვენი ორგანიზაციის, თქვენი წარმომადგენლობითი ორგანოს და ტაბულასო ინფორმაციით წევრთა მივლინებებზე იხარჯება 32% თელი თანხის, ექსკურსიებზე და სპორტზე 33%, კონცერტებზე 20% და ასე შემდეგ დარჩენილი წელიწადში. მაგრამ აქვე თუ ტაბულას არ დაუჯერებთ, არის სტუდია მონიტორი, არის სხვა უამრავი ორგანიზაცია, რომელიც უფრო დიდ თანხებზე მივლინებებით და ამის პარალელურად, ბატონო, და ამ სტუდია მონიტორის და ამის პარალელურად, რაც მთავარია, ერთ სიტყვი, რაც მთავარია. ამის პარალელურად იგივე თინა ყიფჩიძე, რომელიც თქვენ აქ ახსენეთ და სხვა უამრავი სტუდენტი და მეც მქონია ამის მცდელობა. ვითხოვთ ბიუჯეტს, ვითხოვთ იმ თანხებს, რომლებიც თქვენ დახარჯავთ. არავინ. და მოგდის წერილი, რომ არ აქვს თვითმმართველობას ბიუჯეტი. არაფერში არ აქვს. რაც გახდეს მოგოცით, რაში ხარჯავთ იმას. კარგით, ნახოთ სტუდია მონიტორის. არა, თუ შეიძლება და ამის შემდეგ გავაცეთ, სწორედ ბიუჯეტზე არის სტუდია მონიტორის ფილმიდან ნაწყვეტი ვნახოთ ბიუჯეტის ხარჯებთან დაკავშირებით და შემდეგ გავაგრძელოთ საუბარი ჩვენ სტუმრებთან ერთად, როგორც ჩანს, ძალიან ბევრი კითხვა კიდევ დარჩენილია პასუხი.
2008 წელს უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 239.000 ლარი გამოიყო. 2009 წელს 238.000 ლარი. 2010 წელს 9 მილიონი ლარამდე, 2011 წელს კი 720.000 ლარის დახარჯვა აქვს დაგეგმილი. სტუდენტებისათვის ავტოსატრანსპორტო მომსახურება ექსკურსიისთვის 30.430 ლარი. ექსკურსიისთვის ავტობუსების დაქირავება უცხოელებისთვის. ექსკურსია ისტორიულ ადგილებში 23.260 ლარი. კვების პროდუქტები ექსკურსიისთვის 11.119 ლარი. კვების პროდუქტები ექსკურსიისთვის 20.512 ლარი. ექსკურსიისთვის ავტობუსის დაქირავება 12.120 ლარი. 2010 წელს თვითმმართველობამ ექსკურსიებში 129.000 ლარამდე დახარჯა. 47.000 ლარი სხვადასხვა სპორტული ინვენტარის შესყიდვას, სპორტული ღონისძიებების ჩატარებას მოხმარდა. სტუდენტური თვითმმართველობა ირწმუნება, რომ ეს კანონი არ აძლევს საშუალებას წიგნების სათარგმნად ფული გამოყოს. ბანერების, პლაკატების, სხვადასხვა სასტამბო და პოლიგრაფიული მომსახურებისთვის კი 53.000-მდე ლარი დაიხარჯა ბიუჯეტიდან. ხარჯვის ასეთი ტენდენცია იყო 2009 წელსაც. 238.000 ლარიდან 42.000 ლარამდე ექსკურსიებისთვის გამოიყო. 18.000 ლარი სასტამბო, საგამომცემლო და პოლიგრაფიული მომსახურებისთვის. 42.000-მდე კი სპორტულ ღონისძიებებში, 10 წელს სამეცნიერო კონფერენციებში, გაცვლით პროგრამებში, კონკურსებში და სხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე სტუდენტთა მივლინების ხარჯებმა დაახლოებით 157.000 ლარი შეადგინა. ხელი ხაზი ბრუნდება ეთერში. შეგახსენებთ დღეს გადაცემაში გვაქვს სტუდენტური დებატი, ესე ვთქვათ, ბატონი დაჩი გუბაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი არის ჩვენი სტუმარი და ასევე ლევან ლორთქიფანიძე, დამოუკიდებელი სტუდენტი ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ჩვენ საუბრობდით თვითმმართველობაზე, იმაზე თუ რამდენად არის დამოუკიდებელი. რამდენად არის დამოუკიდებული და პოლიტიკური გავლენა. თუ შეიძლება თვითმმართველობას ძალიან კარგი ციფრი მითხარ, რამდენი თვითმმართველობის ბიუჯეტი არ აქვს. აბა ეს ფულები რა ეს არის თანხა გამოყოფილი სტუდენტური ღონისძიებებზე. ძალიან კარგი განათლებული სტუდენტი ხარ. აი, სამი ორი უნივერსიტეტი დროულად მსოფლიოს. ხო შეიძლება? საღარ მესამეს არ დაუსვია ორი ერთად და დაუსვია. ფული რამდენია ციფრი მითხარით? დაახლოებით 800.000-მდე გამოყოფილი თანხა სტუდენტური ღონისძიებებისთვის. ეს არის თანხა, რომელიც გამოყოფილია უნივერსიტეტში და დეკანატებსაც, აკადემიურ პერსონალსაც, ნებისმიერ უნივერსიტეტის ადმინისტრაციას ნებისმიერ ვინმეს აქვს საშუალება ამ თანხის გამოყენების. ასევე სტუდენტურ ორგანიზაციებსაც, მაგრამ იქიდან გამომდინარე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა არის არჩეული და ერთადერთი ლეგიტიმური ორგანიზაცია, რომელსაც აქვს სრული უფლება წარმოადგინოს სტუდენტების ინტერესები, იმიტომ რომ არის არჩეული სტუდენტების მიერ და შესაბამისად სტუდენტების სახელით გააკეთოს გადაწყვეტილება, მიიღოს გადაწყვეტილება, გააკეთოს განცხადება, ჩაატაროს და ორგანიზება გაუწიოს. ანუ ამ რასიათოს თქვენ განსარგებლობთ. არა მარტო ჩვენ, ასევე დეკანატებიც ატარებს სხვადასხვა სახის სტუდენტურ აი რა სხვაობაა ჩვენსა და კონკავშირის შორის? ბოდიში არა. აი ბიუჯეტს ეხება ესეც რა ბიუჯეტს რა. თვითმმართველობა მე პირადად ვერ ვიდან კონკავშირს. ძალიან მაღიზიანებს, როდესაც თვითმმართველობის კონკურსს ადარებთ. რა რითი გავართ ჩვენ კონკურსს? არაფრით არ გავართ, იმიტომ რომ ვარ არჩეული ფარული კენჭისყრის საფუძველზე, თანასწორუფლებიანი ფარული კენჭისყრის საფუძველზე. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ არჩეული სტუდენტების მიერ და კონკავშირი, მე კონკავშირის დროს არ ცხოვრობდი და სტუდკავშირი რაც აქამდე არსებობდა თვითმმართველობამდე. ეს არ იყო ფარული კენჭისყრის საფუძველზე არჩეული ორგანიზაცია. მათი ბიუჯეტი იყო გაუმჭირველი. ეხლა რაც შეეხება თვითმმართველობას, როგორ ხარჯავდნენ და ის მათ ჰქონდა თავისი ბიუჯეტი, მასეთი ფრაზა, იმიტომ ისინი ცალკე სამართლის იურიდიული პირი იყვნენ და ჩვენ უნივერსიტეტის პროფესორები გივის სიხარულიძესთან შეხვედრის ორგანიზებაში რამდენი დახარჯეთ ისე გახსოვთ ყველა გივის სიხარულიძესთან შეხვედრის ორგანიზებაში რა თანხა დაიხარჯეთ ორგანიზებაში და მსგავს შეხვედრების ორგანიზებაში და თქვენ კიდევ არასწორად ისე ტენდენციური ხართ როდესაც გივის სიხარულიძეს ასაუბრებს სხვადასხვა არის ხარჯი არა ცუდი პიროვნება მე არ ვიცი ანუ როგორი გაუგებელია ეს გავს ხოსებს თანხა არ იხარჯება თანხა იხარჯება აკადემიურ აბა რაში იხარჯება ეხლა რა შეიძლება შეიძლება ლევან ძალიან დაიჩაგრა და ერთი ბრუნდება ვიყენებ იმის ვითხოვ ადმინისტრაციისგან ძალიან ბევრი სტუდენტის ალბათ დამეთანხმება ვითხოვ ადმინისტრაციისგან არა ერთი თანხების მოთხოვნილი მოგითხოვიათ როდისმე მოგითხოვია წერილები რა მოგითხოვია რომ მოგვაწოდეთ რაში ხარჯება ეს ფული და ის გოგონები მის ლაბორატორი არ აქვს მას ბიუჯეტი არ თანხა კაცი თქვი იტყუება ხრობს ესა რატო იტყუება რა დოკუმენტები არის მოლაპარაკები და ძალიან ცუდი ბატონ დაშვენოდეს პარიცემოს ეხი რა 1000 ეს ძალიან კარგი რაღაცა მოგეთქვათ ეხა რა და ეხა დღეს აქედან ვითხოვ და ეხა თუ მომცემ ხო იტყოს ტელეეთრით ხო
აი რა კარგია რომ ვიტყვით ისეთ რაღაცას, რაზეც ძალიან ბევრი ადამიანი დაიჯერებს. იმიტომ რომ ცოტა ესეთი გახმაურებული თემაა სტუდკავშირის დროს, ესეთი სასიამოვნო ბრალდება იყო. სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი არ არის გამჭვირვალე. ამ ფრაზაში არის რამდენიმე შეცდომა დაშვებული. პირველი რომ ეს არის სტუდენტური თვითმმართველობის ბიუჯეტი და მოითხოვა რაც არის ფულს რო ხარჯავთ, ის არის გამჭვირვალე. ბიუჯეტი და გინდა სექტორი. მე მეკითხა კითხვა, მაყურებელს მინდა უსვა ეს კითხვა. ეხლა გამჭვირვალე დავსვამდა. კი გამჭვირვალე და რა? გადაგვეყენებთ ხოლმე. 100 საათი დავამთავრებ თუ შეიძლება კარგი. მე მედება მარტივი კითხვა. მაყურებელი ეხლა ხანს უყურებდა ტელეეთერის სტუდია მონიტორის მომზადებულ ფილმს, სადაც იყო საუბარი ბიუჯეტთან დაკავშირებით, იმ თანხებთან დაკავშირებით, რაც სტუდენტურ თვითმმართველობამ განკარგა. თუ სტუდენტურ თვითმმართველობის ბიუჯეტი არ არის გამჭვირვალე და მათ მიმართ ეს საფინანსო დეპარტამენტს და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია ვერ მიიღეს, ის ფილმი დაესიზმრათ ის თანხები და მაგის მიხედვით შეადგინეს და მაგის მიხედვით გამოწერეს თუ როგორ? რატო არ ხსენე? ჩემო ძვირფასო შეიძლება ერთი საკითხი არის რომ პასუხი საფინანსო დეპარტამენტს. მე რა თქმა უნდა შეგაინტერესებს და მეც ვიცი. ინტერესებს და მე არაფერზე არ მიფიქრებ და თქვენ სიცრუეა მიმართ მიმართ საფინანსო დეპარტამენტს მიმართ ეს საფინანსო დეპარტამენტს არავინ მიმართ ეს შეიძლება ერთი მე ვერ მოცემ აი წარმოიდგინე უფლება არა გაქვს რისი რომ უთხრა სტუდენტს მეორე სტუდენტს რაში დახარჯე თქვა რა ვიცი კი ბატონო ხო გაქვს და დაბრუნდა მეუბნება რომ 40% დახარჯა ამას რა უთხრა ამ კაცს ამის თუ სამთხოვს რომ ჩემს არ მე პირადად ჩემი ხელმოწერა მქონია მაგრამ ათობით წერილია განსხვავებული ჩემი მეგობრების პასუხი არა აქვს ხა არ გვაძლევთ ამის პასუხი და რაღაცას თქმა გინდა და დაიშალოს მიმართო რაღაცას ათი წუთი მე მგონი ყველაზე მეტად დავიჩაგრეთ ჩვენ წამყვანები დღევანდელ გადაცემაში მაგრამ არის რამდენიმე დეტალი არის 114 კომენტარი არა 120 უკაცრავად და 140-მდე კომენტარი არის მხოლოდ გამოკითხვაზე დაფიქსირებული. 1165 ადამიანი თვლის რომ დიახ, საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი არიან პოლიტიკური გავლენისაგან. 1224 თვლის რომ არ არიან თავისუფალი და 60 ადამიანს უჭირს პასუხის გაცემა. რამდენიმე კომენტარი დაჩი თქვენი თვითმმართველობის სასარგებლოთაც გაჩნდა და ეს არ შეიძლება რომ არ თქვა რომ მე ვაგერ წერს 10 კაცი მირწყავდაო და სულ თვითმმართველობის. კი ბატონო, ჩვენ შეგნებულად არ მოვიწვიეთ ამ ინციდენტის მონაწილეები რომ სპეკულაცია არ გამოსულიყო თუ შეიძლება ლევან ერთი წუთით ლევან თუ შეიძლება იმიჯზე მაინც იზრუნო ხო შეიძლება მოხდე თვითმმართველობაში და შენს რო ვიღაცამ სიტყვაში შემოგვიწყობა მოგაყენოს და ვიღაცას ცემო მე შენს გამო პასუხს არ ვაგებ მე მაქსიმუმ გაგიჩვენე შენ თვითმმართველობიდან დანარჩენი სამართალ დამცავი შენ და შენ ორგანიზაცია სახელი და შეუძლია ერთი წუთით ლევან თუ შეიძლება მაგის გამო ეხლა მე პირადი ანგარიშტორება მოვახდინე თუ არა აბა გავუშვი თვითმმართველობა შენ გაგაგებ მაშინ მე შენას გაგაგებ რას გავაკეთებდი და გამოვიდეს მოწყობდი დია აქციებს შენ ადმინისტრაციას მიმართავდი ამაზე პასუხს ვაგებინებდი იმ ადამიანებს ვინც დააშავეს და იმიჯს მიფიქრე დაიჭერდი მაგათ დავიჭერდი არა დაჭერა ჩემი საქმე არა დაჭერა თქვენი პროფესია კარგი ყველანაირად აზრი არ აქვს არ არის ეგ აზრი არ აქვს შენ პასუხი არც შეკითხოზე გაეცით იმ ნაცემ ადამიანს პასუხი გაეცით რომ ეს ესეთი თვითმმართველობა განთავდა მოვიდეს და გავცემ პასუხს ვერ გაცემ ვერ მოდი რომ მოდი თქვენ გაცემენ და უთხრა ძალიან ხო ნინო თქვი შენი სათქმელი და დაჩიზე მიმართინე რა აუცილებლად აი ვიტყვი ბოლოს ანუ ეს სასაცილო ნამდვილად არ არის რადგან კომენტარებიდან ერთმნიშვნელოვნად ირკვევა რომ დღევანდელი ინციდენტი არის ინდიკატორი უფრო სერიოზული პრობლემის სტუდენტების დაპირისპირების და არ აქვს მნიშვნელობა აქ პოლიტიკურ შეხედულებებს და ასე ვთქვათ პოლიტიკურ ინტერესებს თვითონ ის რომ გახლეჩილობა არსებობს უნივერსიტეტში ეს თვალნათელია ჩვენი დღევანდელი გადაცემის შესახებ შემოსული კომენტარებით და ერთი რამ მინდა ვთქვა აუცილებლად აქ საუბარი არის ძირითადად დღევანდელ ინციდენტზე და ერთი კითხვა რომელიც ძალიან ბევრჯერ დაისვა და უბრალოდ კი ან არა მიპასუხეთ იმიტომ რომ გადავაცილეთ არა გეტყვით კითხვას და კი ან არა მიპასუხეთ დროს გადავაცილეთ და უკვე უნდა დავამთავროთ გადაცემა თუ შეიძლება მითხარით დღეს თქვენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის სახელით გამოაქვეყნეთ Facebook-ის ანუ სოციალური ქსელის ამონაბეჭდი კონკრეტული ადამიანების მიმოწერა, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ დღევანდელ ინციდენტთან, რითიც მათ ამხელდით, რომ ეს ადამიანები წინასწარ აწყობდნენ ამ პროვოკაციას, რადგან დაგეგმილი იყო თქვენი ეთერი და თქვათ ეს პროვოკაცია წაადგებოდა მათ და ასე შემდეგ.
ეს არის ოფიციალურად დღესაც დევს ამ წუთასაც არის Facebook-ზე. მართლა მაინტერესებს. არა, ერთი წუთი, სანამ კრიმინალია. მართლა მაინტერესებს. იმის Facebook-ში შეღწევა და მე მან დადება და ხო უხარია და დაწერია როგორც წერია, ერთი წამით მაინტერესებს. სკრინშოტი სტუდენტურ თვითმმართველობას გამოგზავნა ერთ-ერთმა მეორე კურსელმა. მაინტერესებს. გიორგი მუკმანიას და გიორგი ლეკიშვილის საუბარი წეღანდელ სიუჟეტში ქონდა და იქ უფრო დიდი კრიმინალია თქვენ რო აკვეხნებთ. მაგას სატელევიზიო ეთერი და ვის კრიმინალზე საუბრობთ სასაცილო უბრალოდ რა. არა, ერთი წუთი დაჩი თუ შეიძლება რა მინდა გკითხოთ. თქვენ გიწერიათ იქ როგორ მოხდა ეს თქვენს ხელში. ჩემი კითხვა მდგომარეობის შემდეგში და არ დამამთავრებინეთ. რატომ იყენებს სტუდენტური თვითმმართველობა იმ მეთოდს, რომელსაც გმობს სხვა სტუდენტებისგან? რა მეთოდს გულისხმობთ ამაში? აი ამ სკრინშოტების გამოქვეყნებას. ერთი ჩვენ არ გვითხოვთ რომ ჩვენ სკრინშოტების გამოქვეყნებას ვგმობთ. უბრალოდ მანდაც ძალიან კარგად წერია ესეთი რაღაცა, რომ მანდ ვინც ამ ყოველთვის გვაწვდის და გვაძლევს, ჩვენ არ ვაგებთ პასუხს ეს რეალურად სიმართლე თუ არა. თქვენ რო ქსიამოვნებთ თვითმმართველობის საწინააღმდეგოების გავრცელება და ტელევიზიითაც არაერთხელ გიჩვენებიათ და ჩვენ ეს მოვყევით, იმიტომ ბატონო შეიძლება ჩვენ მოვყევით, იმიტომ რომ თვითონ მე რომ მოუწოდებ სტუდენტებს იქ ივანიშვილი ლანძღონ თუ რაღაც ეგეთი აბსურდული სასაცილო რაღაცები. თქვენ კომენტარებს გაკეთებთ. მაგებს ვაუცილებთ, ის არ არის ყალბი და ეს არის ყალბი, ხო? არა, მე გეკითხებით თქვენ უბრალოდ გეკითხებით. ძალიან დიდი ბოდიში. ნორმალური ნაბარქალობა პირველი კონკურსი რო არის ულტრაფანემედრო გარემონტებული მადლობას გადავიდეთ. მართალი იყო თუ არა მეთქი ეს თქვენი დაპოსტილი და თქვენ მითხრათ რომ არ იყო ხო მართალი? მე არ მithkoms არ იყო თქო მე ვიღაცა თქვენ რომ მომაწოდა. არა, ამაზე კი არ ვამბობ, მე ვამბობ თქვენი სახელით რო იყო და თქვენ ხო ვითხარით რომ ეს არ იყო. იმიტომ ის მე მეხობოდა და მე ვამბობ ეს არის მართალი. სწორედ, მაგიტომ გეკითხებით, მაინტერესებს თქვენი აზრი. თქვენ უარყავით პირველი ბრალდება, ხო? ეხლა მაინტერესებს თქვენ თვლით თუ არა სწორად სკრინშოტების გამოყენებას და ამ ფორმით სტუდენტებთან პოლემიკას. თქვენ როგორც უნივერსიტეტის არ ვაწარმოებ სტუდენტებთან, მაგრამ დადგმ პროვოკაციებს, რომლებიც წინას არის იგეგმება სტუდენტური თვითმმართველობის საწინააღმდეგოდ იმ სტუდენტების მიერ, რომლებიც იციან რომ თავის თვითმმართველობის კი არ მისცემენ ხმას და არჩევნებს და ამ გავსი რაღაც მეთოდებია. ჩვენ მასეთი სტუდენტების გამოაშკარებას ყოველთვის გასაგებია. ნინო, ასევე თუ შეიძლება მოდით ბატონ დაჩის პრეტენზიები ქონდა ჩვენს იმაში რა ქვია შერჩევითობასთან დაკავშირებით რესპონდენტების წინა სიუჟეტში და მოდით გამოკითხვა ვნახოთ ცოტა გეგეჭორი შერჩევითობასთან დაკავშირებით არა უბრალოდ სამი კომენტარი იმათი იყო და ერთი ჩვენი თორე შერჩევითობა გამოკითხვას წარმოგიდგენთ სტუდენტის და ის სამი გამოკითხვას წარმოგიდგენთ სადაც ნუ ვნახოთ ახლა და ერთად მე გვაკრიტიკეთ კიდევ თუ გნებავთ ცოტა გეგეჭორი აი საუბრა ადამიანებს პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფლების შესახებ თვითმმართველობების ეს მოსაზრებები მოვისმენთ ახლა. რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას? მაგარა არ ვიცი, ცხელი ხაზი გვაინტერესებს თქვენი აზრით, რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას? არ ვიცი. თვითმმართველობა რა თქმა უნდა მუშაობს, აბა ისე არ არის, მაგრამ მინუსები და პლუსები ყველგან არის და ამიტომ შეიძლება მინუსების და პლუსების მოლაპარაკებით აღმოფხვრა. კარგი, გასაგებია, ასრულებს თორე თავის ფუნქციას შესაბამისად როგორც უნდა ასრულოს. არა, შესაბამისად ეხლა ამჟამად მეც არ ვაქციებ. და შესაბამისად არ მუშაობს ჩემი აზრით არავინ ახლა ამჟამად. არის თუ არა თვითმმართველობა სახელმწიფო პოლიტიკის განმარტებელი უნივერსიტეტში? ნუ ჩემს მიმართ არაპირადად, მაგრამ შეიძლება იყოს, ვერ გეტყვით ზუსტად. ალბათ მეტნაკლებად კი. ფუნქცია აქვს თვითმმართველობას უნივერსიტეტში. თითქმის არანაირი სტუდენტების მხარდაჭერა სტუდენტების აზრს ითვალისწინებს არანაირად. მხოლოდ პირად მიზნებს. არის თუ არა პოლიტიკის განმარტებელი თქვა უნივერსიტეტში? კი, მე ასე ვფიქრობ. დანაში გამოიხატება. ყველაფერში, თითქმის ყველაფერში, უბრალოდ ნაციონალური მოძრაობის შტაბები გახსნეს უნივერსიტეტში და ეს უკვე არ შეიძლება რომ იყოს. არც ერთ სასწავლებელში. სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქცია არის შეუწყოს იმ სტუდენტებს ხელი, რომლებიც სწავლობენ თავიანთ უნივერსიტეტებში, ანუ სტუდენტური თვითმმართველობა უნდა იყოს შუამავალი სტუდენტებსა და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან, მაგრამ დღევანდელ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სიტუაცია არის შეტრიალებული 360 გრადუსით, 180 გრადუსით, ანუ სტუდენტური თვითმმართველობა ასრულებს დავალებებს პირდაპირ მმართველი ძალიდან, ნაციონალური მოძრაობიდან და არ ხდება უნივერსიტეტებში სტუდენტების დაყოფა ორ ნაწილად. არის ეს მმართველი ძალის მხარდაჭერები და აქტივისტები და არიან ის ადამიანები, რომლებიც განსხვავებულ პოლიტიკურ კურსს ვადგავართ. ერთი წამი კამერას ხელი გაუშვი. მიკროფონს ხელს ნუკიდე. რა გნება?
კამერას მიუეხებით. რა გინებავთ გითხარით? რა სიღებ გვაინტერესებს? გვაინტერესებს რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას? არ ვიცი, პირველ კურსზე ვარ და ჯერ ვერ ვერკვევი კარგად. ალბათ ექსკურსიებს აწყობენ სხვადასხვა ღონისძიებებს და მგონი კარგია. არც ვერ გეტყვით. ზოგადად ჩვენ არ ვიცნობ თვითმმართველობის ღონისძიებებს კარგად. რატომ? ამიტომ რა ვიცი, ჩემს საინტერესო ჯერ არაფერი არ გავუკეთებიათ. ანუ ფიქრობთ რომ არაეფექტურად მუშაობენ ისინი? ნუ რადგანაც ბევრმა სტუდენტმა კიდევ ჩემს გარდა არ იცის, ალბათ არაეფექტურია. სტუდენტური თვითმმართველობის ფუნქცია არის ის, რაც ალბათ სტუდენტებს აქვთ პრობლემები, ის უნდა მოაგვარონ ყველაფერი. რამდენად ეფექტურად მუშაობს თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა? ძალიან ეფექტურად. ბატონო? ეფექტურად ძალიან. და რაში გამოიხატება? ყველაფერში ალბათ ის შეჯიბრებები რო ეწყობა, თუნდაც ის პრობლემებთან დაკავშირებით ყველაფერს არ ყვევენ და არ იგებენ, ასწორებენ ასე ვთქვათ. გადაცემა ცხელი ხაზი. მაინტერესებს რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას თუიცი? შენცი. არ იცი. ვიცით, მაგრამ კომენტარის გაკეთება არ გსურს. არ იცი. ჩვენს თვითმმართველობას? გეგმავს ბევრ საინტერესო თუნდაც ექსკურსიებს გასვლებს კი სხვას არა საღამოებს კონცერტებს პრობლემებს თუ აქვს არ ვიცი არ მგონია არ გაიგე სტუდენტების პრობლემებს არ მგონია ძალიან დიდი ფუნქცია ექცია მაინც ფუნქცია დღესდღეობით არის ეს მომავალი პოლიტიკოსების საწვრთნელი ორგანო აბსოლუტურად იმიტომ რომ ჩემ დროსაც ესე იყო და დღესაც მე ჩემს მეგობრებთან ძალიან ხშირი კონტაქტი მაქვს იგივე ხდება და ძველბიჭური გარჩევების ფონზე ცდილობენ რომ ჩაახშონ სტუდენტური კონკრეტული უკმაყოფილებები და რეალურად ეს არის ხელისუფლების დასაყრდენი ორგანო სასწავლო დაწესებულებებში ცხელი ხაზი ბრუნდება ეთერში ისევ პოლემიკით შემოვდივართ არ გაჩერებულა არც ერთი სიუჟეტის დროს დებატი სტუდენტური დებატი და როგორც აღმოჩნდა მართლა ძალიან ცხელი თემაა სტუდენტური თემა. კითხვები კიდევ გაქვთ თუ დაჩის შეიძლება მიმართო გზით? მიმართეთ დაჩის და შემდეგ დავუსვამ ერთ კითხვას აუცილებლად სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით დაჩისასა. კარგი, დასაქმებაზე. დაჩი ხა ჩვენ გამოვბრძმეთ მრავალჭირო არამ გადანახადი ხალხი ვარ სტუდენტობაც გამოგვივლია ესა ისა და როგორი ამბავია პირველი რა არ მომეწონა მე და დაჩი ვსაუბრობთ ეხა თავით აგვიყვებით 2 წუთი აი ლევანი ეუბნებოდა რომ ჩემი უფლებების დასაცავად რას აკეთებთ ეს ხურში მოხდა და რატო არ მომეწონა რომ თავად ლევანმა და იმ სტუდენტებმა რომლებმაც დღეს თავი იგზნეს შეურაცხყოფილად აი იმ რაღაცა ძველბიჭური გარჩევით და შემოდი ერთი თვითმმართველობის შენობაში ჩვენი კამერა ვერ შევიდათ როგორ შეატრიეს ეხა ისინი ხო არ შეყვებოდნენ კონტროლში და რა იქ შეიყვანეს და კიდევ სცემეს და ეჭვია რომ ეს თვითმმართველობის ხალხი ხანდახან ურტყავს ხოლმე ამ ხალხს და ძველბიჭურს ღმერთო მაპატია, მაგრამ ეს შტაბ-შტილება რჩება მხოლოდ და მხოლოდ. თვითონ რატომ არ იცავენ უფლებს? აგერ 1300 ის აქ რაღაცა საწინააღმდეგო მოსაზრება ბატონ ლევანტაშვილის მიმართავ ერთი წამით შეიძლება. ხვალ, ზეგ, მაზეგ, რომ ნახოთ სტუდენტობიდან და უნივერსიტეტის ბაღიდან იწყებოდა ყველა პოლიტიკური პროცესი. ჩემი ბავშვობა ასე მახსოვს, რომ 9 აპრილი იყო თუ ყველაფერი იყო, იქ რომ შეეგროვდებოდა ხოლმე ხალხი, რაღაცა პოლიტიკური ცვლილება მოყვებოდა ხოლმე უნივერსიტეტის ბაღში შეკრებილ სტუდენტებს. ეს სტუდენტები ესე მშვიდად ეგუებიან ჯერ ეს ერთი გალახი არა მე მგონი არ არის მშვიდად ხვალ არის აგებული უამრავი ღონისძიება და გამოსვლა თავისუფლები თვითონ უნდა დაისახოს თვითმმართველობის ფუნქციას მე აგერ კარგად ხედავ ეს 800000 ლარი გასახარჯი და როგორანაირად იხარჯება კიდე ცალკე მოდით ერთი კითხვა არ დამთავრებია ერთ თვითმი და გავჩერდები ჩემს ამდენი ხანის ყნარად ვიჯექი ყავს პრეზიდენტი რომელიც პარლამენტში გამოსვლის დროს თქვა რომ ეს ხულიგანი ბავშვიო ისო 14-15 წლის ბავშვი თქვა სკოლის მოსწავლეზე რომ აი ხო რაღაცებს უძდელობდაო და ძალიანაც კარგი გინდა თუ ასეთ ბავშვთანო ისწავლოთო და ასე შემდეგ და შემდეგ ამ ბავშვს სკოლებში არ იღებენ რამდენიმე თვეა უსწავლელი დადის და სასამართლოდ ცდილობს თავის რაღაც უფლებების აღდგენას და მოკლედ ჩაშკინიც თელამბავშია აღშფოთებული ბრიფინგებს მართავდა უნივერსიტეტში თვითმმართველობის წარმომადგენლები უკვე მე რამდენად მემაპატიეთ ბატონო დაჩი და ძველ ბიჭობენ და სცემენ სხვა სტუდენტებს ეჭვი მაქვს და მიმწდება ამ ყველაფერს განსხვავებული მოსაზრებების გამო და სადღაც უნივერსიტეტის რექტორი ყასიდად რაღაც სევდიანად Facebook-ზე რაღაცა ამოიგმინა იქ თავისთვის. ან შაშკინი სად არის? ან უნივერსიტეტის რექტორი რატომ ამოიგმინა? ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო უმრავლესობისგან არჩეული და
ვის ესე თქვათ ფიზიკურ შეხებაც წინ გადაწყვეტია საჭიროდ ეს შეიძლება აი ეს დამოკიდებულება თქვენი მხრიდან ახლა ჩემს მიმართ არის ეს არის კრიმინალი ბატონო და ჩი რაზეც ჩვენო სამინისტრო სად არის ხვეწნამუდარით პატრონი კრიმინალი არ არის თქო ეს უნივერსიტეტი აი ხა ორი ჟურნალისტი საუბრობთ ისეთნაირად ტენდენციურად თქვენსაც საფიქსირებთ როდესაც ჩვენ მოყავთ ჩვენი აზრით დასაფიქსირება საუბრობთ ტენდენციურად და თლიან თქვენ გეკნებათ თქვენი აზრის გამოთქმის საშუალება. მე ვიცი ჟურნალისტი გადაცემის წაყვანისას უნდა იყოს ნეიტრალური. მე მასე მიმაჩნია. ძალიან სამწუხაროა თქვენ ჟურნალისტები, როდესაც აფიქსირებთ თქვენს მოსაზრებას, რომ მე ესეთი მოსაზრება მრჩება, თვითმმართველობა მოსცემო სტუდენტები. მე თვითმმართველობის წარმომადგენლები სემაში სტუდენტების არ მონაწილეობენ. არცერთი მათგანი არ მონაწილეობს. მაგ შეხლა შემოხლაში კარგად აღნიშნეთ მონაწილეობდა აღარ არის თვითმმართველობის წევრი. როდის ეს არ არის და იმიტომ რომ ის იღებდა მონაწილეობას და მაშინ იყო თუ არა თვითმმართველობის წარმომადგენელი. კონკრეტულად დავსვათ პასუხი. რატო? იმიტომ რომ მათ შორის მოხდა პირადი კონფლიქტი და არა თვითმმართველობასთან დაკავშირებული. ამას იყო თუ არა როცა სცემდა იმ დროს. თვითმმართველობის წევრი რომელიც იქ იყო და სცემდას ნუ ამბობთ, იმიტომ რომ 4 ადამიანი ნაცემის ადამიანებს რომ ხალხი შეიძლება ნაცემი იყოს შეიძლება მოიგოს. მაგას მე ხო დაგიფიქსირე ჩემ პოზიციაზე. კი ბატონო, ხო და მაგას ვამბობ, ეს არის კრიმინალია. სამინისტროდან დაწყებული განათლების მინისტრი და უნივერსიტეტის რექტორი ამაზე ძალიან შესაბამისად და მძაფრად უნდა რეაგირებდნენ. დიახ, უნდა გამოიყენოს პროვოკაცია ატომ მოხდა და რატო დაგიგმეს ამ სტუდენტებმა ამ პროვოკაციის მოწყობა. აი უნდა გაიგოს პირველ რიგში. კი ბატონო, და მე გაარკვია ჩემი ხავარ ჩემო დიფასო ეს იყო ნამდვილად ანუ რათაც წუთი გადავაცილეთ გადაცემის ქრონომეტრაჟს, რაც ძალიან საინტერესო აუცილებლად მოგცემთ ბოლო სიტყვებს ლევანის შემდეგ ისაუბრ დაუთმ ლევანს. შეიძლება თქვენ კითხვას ეს არ უნდა მივუცეთ. ჩვენ ხო ტენდენციურები ვართ. არა, აუცილებლად მივცემთ სიტყვას და მე შესაძლოა სიტყვას არ მივუცემ. დაჩი თუ როგორც ტენდენციური ჟურნალისტი არ მივუცემ სიტყვას. დაჩი, ერთი კითხვა მაქვს და ამ კითხვაზე პასუხი იქნებ რაღაცნაირად შევაჯამოთ მაქსიმალურად მოკლე დროში 1 წუთი გაქვთ მართლა. ესე იგი, ჩვენ ვისაუბრეთ დღევანდელ ინციდენტზე, მე მგონი საკმაოდ ამომწურავად ძალიან ბევრი კომენტარი დარჩა, წაუკითხავ, იმიტომ რომ ისეთი სისწრაფით მოდის კომენტარები და ისეთი სისწრაფით იცვლება სურათი, რომ ჩვენ ვერ ვახერხებთ ამის ყოველ წუთას მოწოდებას თქვენთვის, მაგრამ მინდა გკითხოთ, ერთ-ერთი ბრალდება, ვთქვათ, რასაც ამ ინციდენტში ასევე ფიგურირებს თვითმმართველობის მიმართ იყო ის, რომ თვითმმართველობის წევრები მასთან, ანუ ამ ორგანოსთან დაახლოებულ სტუდენტებს სთავაზობენ სტუდენტური დასაქმების პროგრამაში მომგებიან ჩართვას, ესე იგი, შუამდგომლობას, რომ უფრო კარგ სამუშაო ადგილებზე ამ ერთი თვის განმავლობაში მოეწყონ და ვთქვათ, უფრო კარგი სამუშაო პირობები ჰქონდეთ. მართალია ეს თუ არა და ზოგადად რა ფუნქცია აქვს სტუდენტურ თვითმმართველობას სტუდენტური დასაქმების პროგრამაში. ამაზე რო გითხრათ და შევაჯამოთ დღევანდელი საუბარი და შემდეგ ლევანსაც 1 წუთი ეკება. კი ბატონო, ოღონდ იმედი არ შემოწმებს. რაც ეხება მაგ სტუდენტურ დასაქმებებს. პირველი საიდან ყველაფერი დაიწყო და ბრალდება წამოვიდა სტუდენტურ თვითმმართველობისადმი იყო ის, რომ როდესაც პრეზიდენტმა გააჟღერა ამ სტუდენტურ დასაქმებებთან დაკავშირებით მისი ინიციატივა, იმ ღონისძიებას რატო ესწრებოდნენ სტუდენტურ თვითმმართველობის წარმომადგენლები. მე მაგაზე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი და ნებისმიერ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანსაც მე მგონი უნდა ხვდებოდეს, რომ უნივერსიტეტში რადგან სწავლობს 18000 სტუდენტი და ყავს ამ უნივერსიტეტს, ამ 18000 სტუდენტის უმრავლესობის მიერ არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთ ფუნქციას სწორედ ის წარმოადგენს, რომ ავრცელებდეს ინფორმაციას სტუდენტებში ნებისმიერ სტუდენტებისთვის სასარგებლო ინიციატივასთან. ერთ-ერთი ფუნქცია მეთქი ეს. მაშინ რატო გვეუბნებით, რომ ავრცელებდეს ინფორმაციას სტუდენტებთან? ლევან, თუ შეიძლება დავაცადოთ, ლევან ძალიან გხოთ. ლევან ძალიან გხოთ, შენ დროში გაეცი პასუხი ძალიან დიდი დაასრულე. გავხსნით. სწორედ ამასთან დაკავშირებით, სწორედ იქ, იმიტომ იყო სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ეს არ იყო რომელიმე პოლიტიკური ფიგურის პიარ აქცია ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის პიარ კამპანია, ეს იყო ისეთ პრეზიდენტისგან გაჟღერება სტუდენტური დასაქმების ინიციატივის. გარდა ინფორმაციის გავრცელების რა ფუნქცია წარმომადგენლები და ამის შემდგომ დაიწყეს მათ ამ ინფორმაციის გავრცელება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში იმ სტუდენტებში, რომლებთანაც ჰქონდათ კავშირი. სწორედ ამ სტუდენტებს დაუკავშირდნენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები და დამეთანხმებით ალბათ სტუდენტურ თვითმმართველობას იმ Facebook-ის გვერდზე, რომელზეც ამბობთ დაბლოკესო დაახლოებით 12000 მხარდამჭერი ყავს, შეგიძლიათ ნახოთ თქვენ თვითონაც. ლაიქი, ანუ ვისაც მოსწონს სტუდენტური თვითმმართველობა. ნუ აქედან შეიძლება 100% სტუდენტურ თვითმმართველობის გვერდზე, ასე ვთქვათ, მოსაზრებებს არ იზიარებდეს, მაგრამ ნუ 80% მაინც მასია. გასაგებია, კი. რაც ეხება სტუდენტურ თვითმმართველობის ფუნქციას, მან სტუდენტურ თვითმმართველობის ფუნქცია არის ინფორმაციის გავრცელება და სწორედ თქვენ
ეს ინფორმაცია რომ ვითომ რაღაც განსაკუთრებული სპეციალური ადგილებისთვის სტუდენტური თვითმმართველობა იყო გამოყენებული Facebook-ის ყალბის სკრინშოტისგან. გასაგებია თქვენ მაგიტო გეკითხებით თქვენ მხოლოდ ინფორმაციას ავრცელებს სტუდენტურ დასაქმებასთან დაკავშირებით და სხვა ფუნქცია ამ პროგრამაში არ გაქვთ. დიახ, რა თქმა უნდა. მაშინ რატომ წერენ? ეხლა შემაჯამებელი საუბარი შეიძლება წაიყვანეს აკადემიური ნიშნით შემაჯამებელი საუბარი. შეიძლება ბოლო ალბათონო ნინო. ლევან თუ შეიძლება ბოლო შემაჯამებელი საუბარი თუ შეიძლება. კი ბატონო, აი იტყვის დაჩი დაასრულებ შემდეგ ლევანი და შემდეგ წავიკითხოთ უკვე საბოლოო შედეგები. არ მეჩუბონინო. კარგით, მოკლედ, სტუდენტური თვითმმართველობის წინააღმდეგ რა ბრალდებებიც არსებობს, რაც უკვე კარგად ხნის მოძველებული ბრალდებები არის ის, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არის პოლიტიზირებული, დიდ თანხებს ხარჯავს საგანმანათლებლო ღონისძიებებზე, არის ასე ვთქვათ ესეთი კომკავშირის გადმონაშთი, ბიუჯეტი არ არის გამჭვირვალე. და თვითმმართველობის წევრები კიდე პოლიტიკაში მიდიან. ჩამოყრები ამას რაც შეიძლება მარი. სტუდენტური თვითმმართველობა არ არის პოლიტიზირებული, იქიდან გამომდინარე, რომ დღემდე ვერც ერთი სტუდენტი, ვერც ერთი დაინტერესებული პირი ვერაფერს ვერ იტყვის იმის დამადასტურებელს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა რომელიმე პოლიტიკური ფიგურის, პოლიტიკური პარტიის PR აქციაში იღებდა მონაწილეობას. რაიმე მსგავსი ღონისძიებებს, სარკოზობა არ ვიცი ეს რა რადგან არის. მსგავსი რაღაც ღონისძიებებში არ იღებს მონაწილეობას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სტუდენტური თვითმმართველობა არ არის პოლიტიზირებული ორგანიზაცია. ეს არის უკვე მოძველებული ბრალდება. რაც შეეხება იმას, რომ სტუდენტური თვითმმართველობა დიდ თანხებს ხარჯავს საგანმანათლებლო პროექტებზე. აქ მე მაქვს მესამე სტუდენტური თვითმმართველობის ანგარიში განხორციელებული ღონისძიებების. ლევანსაც დიდი სიამოვნებით ვიცემ და თქვენს რომ სწორედ გავვრცელოთ ინფორმაცია და არ გაიზახოდეთ რომ მაინდა-მაინც ის ყავდათ თუ გივის ხარულიძე ყავდათ მოყვანილი და სხვა არაფერი გაუკეთებია და მაგაში დახარჯეს ფული. გივის ხარულიძეც თქვი და მაგაში ფული არ დახარჯულა თქო ისიც დავაკომპლექტებია. არის ძალიან ბევრი ღონისძიება. არა, თქვენ მარტო მაგაზე არ ნახულობთ ყურადღებას და რაც მაგალითია იმაზე არა. ძალიან კარგია რომ მაგას აღათ ჩემთვის ასიამოვნო როდესაც მაგას თუ შეიძლება ძალიან ის როდესაც თქვენ საუბრობთ შეურაცხყოფილად გივის ხარულიძე შენ ეკაც არ არის. დავამთავრებ რა თუ შეიძლება. არ არის სამი სემესტრის ღონისძიებები. თუ დაინტერესებული ხართ თვითმმართველობის საქმიანობით, შეგიძლიათ გაეცნოთ თვითმმართველობის ღონისძიებებს, დეტალურად იხილოთ, რა საკეთებს თვითმმართველობა. ამის შემდეგ საიტზეც გვიდევს რა თქმა უნდა. თვითმმართველობის საიტზეც იდოეს და იდო იმიტომ რომ ქართული გაქვთ 2 წელია. სად ახალი საიტი გეთქვით. მე წავიკითხო ეს კი არა, ყველამ წაიკითხოს. ეს და ნახოს და გადიჯერ Facebook-ზე სტუდენტური თვითმმართველობის ძალიან დიდი მოწიში. არა, რაღაცა დავასრულე. ბიუჯეტი გამჭვირვალე არის თუ არა, დღესვე ვაცხადებ, ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა მიმართოს უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტს შემდეგი წერილი. მოითხოვონ თანხა გამოყოფილი სტუდენტური ღონისძიებებისთვის და ისინი მიიღებენ ამ ინფორმაციას როგორც მიიღო სტუდენტ მონიტორმა. რაც შეეხება კომკავშირს, მე მგონი ყველა ძალიან კარგად უყურებს და არავითარი კავშირი აქვს ჩვენ კომკავშირის. ჩვენ ვართ სტუდენტური თვითმმართველობა კომკავშირულად ვისაუბრებს, მაგასაც ძალიან ბევრი ადამიანი იხილავს. ერთი რაღაცა მინდა ვთქვა რა, რომ პირადად მე ვერც ვიტან კომკავშირს ჩვენ ვართ პარლამენტის საფუძველზე არჩეული სტუდენტური თვითმმართველობა და არ ვართ ასე ვთქვათ რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესების გამტარი. კი ბატონო, დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ლევან. თუ შეიძლება ბოლო სიტყვა შენ ძალიან მოკლედ ვიტყვი მე ძალიან ბევრი რამის ტყუილი შეამჩნია აქ თელმა საუნივერსიტეტო საზოგადოებამ ყველა ძალიან კარგად ხვდება და მე ჩემი ჭერმეტყველება არ ჭირდება როგორ მოქმედებს რანაირად იცავს ჩვენ ინტერესებს რანაირად აუჯობესებს ჩვენ სასწავლო გარემოს თვითმმართველობა რაში ხარჯავს ფულს როგორ საქმიანობს ეს არის ყველასთვის დღესავით ნათელი მაგრამ მე თქვენი დღევანდელი გამოსვლა არის კიდევ ერთხელ ილუსტრირება იმისა თუ როგორ აყრით ნაცარს ჩვენ თვალებში თქვენ სტუდენტებს როგორ ყოფს სტუდენტებს როგორ აპირისპირებთ იმისთვის რომ თქვენ უნდა აერთიანებდეთ სტუდენტებს პირიქით თქვენ ყოფთ და აპირისპირებთ იმას თქვენ ვერ ახერხებთ იმას რომ უსაფრთხოება მაინც იყოს უზრუნველყოფილი თქვენი მხრიდან მაგისთვის არსებობს თქვენი მხრიდან უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი უამრავი ადამიანი შეიძლება დაჩი დავასრულებ მე მომართოს მეკითხება ვერ ახერხებ არ ვიცი არ არის არ მაინტერესებს ამ შემთხვევაში თქვენ თავდება ისა რაც შეეხება პოლიტიკური არა ვართ პოლიტიზირებული როგორ არ ხართ პოლიტიზირებული აგერ ნახა მთელმა ქართულმა საზოგადოებამ რეპორტაჟებში სად არიან ყოფილი თვითმმართველობის პრეზიდენტები სად მოღვაწეობენ როგორი ჯიპები ხარ როგორი თვითმმართველობა შენობილი ხალხი არა მაგრამ რატო არ არის მაგალითად სხვა რომელიც არ იყო თვითმმართველობის წევრი ასეთი დაწინაურებული ასეთი წინწასული ასეთი კარგ მდგომარეობაში სხვა ანუ ესე იგი საქართველოს თვითმმართველობის ეგეც ვიტყვი ბოლოს
უბრალოდ ვამბობ, უამრავი ძალიან საშინელი ფაქტი ხდება საქართველოში. უამრავი უბედურება ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში. და თქვენ ერთხელ არა მოგიღია უამრავი უბედურება ტრიალებს თვითონ უნივერსიტეტშიც, უამრავი პრობლემა. ერთხელ მას თქვენ ხმამაღლა არა მოგიღია. დღეს რომ ჩვენ ევროპული ფასები გვაქვს უნივერსიტეტში 10000 სტუდენტს შეხვედრია სტატუსი, ამაზე ხმას არიღებთ და თქვენ არიცავთ ჩვენ ინტერესებს და არ წარმოგვაძლევთ. მე ერთი მე მინდა მაპატიოს იმ უამრავ ადამიანმა, რომლის ინტერესები შეიძლება ბოლომდე ვერ გადმოვეციან. ძალიან დიდი ბოდიში მათ. დიდი მადლობა. ჩვენ სტუმრებს შევახსენოთ აუცილებლად. შევახსენოთ მაყურებელს, რომ დღევანდელი სტუდენტური დებატის უნდა ვუმადლოდეთ ორ არაჩვეულებრივ სტუდენტს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის პრეზიდენტი დაჩი გუბაძე და დამოუკიდებელი სტუდენტი. თუ შეიძლება ბატონებო, ვამთავრებთ გადაცემას. ლევან ლორთქიფანიძე იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის და თქვენი მოსაზრებების წარმოდგენისთვის. ჩვენი ინტერაქტივის კითხვა, არიან თუ არა საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან, ესე ჟღერდა. დიახ, პასუხობს 1317 ადამიანი, 1350 ადამიანი პასუხობს რომ არა და პასუხის გაცემა უჭირს 70 ადამიანს. დაახლოებით 200-მდე კომენტარი შემოვიდა მხოლოდ კითხვაზე და Facebook-ზე ცხელი ხაზის გვერდზეც ასევე 100-მდე კომენტარი არის ამ თემასთან დაკავშირებით. ბუნებრივია ჩვენ ყველა კომენტარი ვერ შევთავაზეთ მაყურებელს და ვერ გავაცანით, თუმცა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ჩვენი გვერდი იხილოთ და ვთქვათ მიიღოთ მონაწილეობა დისკუსიაში. რაც შეეხება სატელევიზიო ინტერაქტივს, სურათი განსხვავებული არის ბევრად. აქ პასუხი დიახ, ანუ დადებითი პასუხი კითხვაზე არიან თუ არა საუნივერსიტეტო თვითმმართველობები თავისუფალი პოლიტიკური გავლენისაგან 60.4% არის და 39.5% ამბობს რომ არა და მხოლოდ 0.2%-ს უჭირს პასუხის გაცემა. განსხვავდება ამ შემთხვევაში Facebook-ის 60% ამბობს რომ დიახ თავისუფალი არის. 40% დაახლოებით რომ არა. და განსხვავდება Facebook-ის და სატელევიზიო ინტერაქტივის შედეგები, თუმცა ეს ხდება ხოლმე ჩვენ. ისევ ჩამოვარდით ხელი რაღაც ზეგან ხო ჩამოვარდით? კი ბატონო, არა ჩამოვარდით. დიდი მადლობა გადაცემაში. ძალიან გადაინტერესებთ ერთმანეთს და მე დაჩისტი არ მონტერები ამ სისტემას და მე არ მყავს. დაჩი კაი ბიჭი ყოფილა ურთიერთობაში, მაგრამ ცუდი მოქალაქე ხარ დაჩი შენ. ძალიან სახელი მე პირიქით ფიქრობ ჩემზე ფასო შეხაცო. დიდი მადლობა დღევანდელ ეთერს. საღელი ვასილი თუ შეიძლება ბატონებო დღევანდელ ეთერს თქვენთვის მუშაობთ მე ნინო რობაქიძე, ალექსანდრე ელისაშვილი და დაჩი გრძელიშვილი. ცხელი ხაზი ეთერში დაბრუნდება ხვალ ხუთშაბათს და მე და ალექსანდრე ელისაშვილი ვიქნებით ხვალ ეთერში. ხვალაც ძალიან საინტერესო თემა გვაქვს და პოლიტიკურ ფულზე ვისაუბრებთ ხვალ. ასევე ძალიან ცხელი თემა ბოლო დღეების განმავლობაში და იმედი მაქვს რომ მაყურებელი არანაკლებ აქტიური იქნება ხვალინდელი ცხელი ხაზის ეთერში. ცხამე მშვიდობის. ათას 66 წლის სამშენებლო